დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა არის ძილი. გადაცდენილი ბიოლოგიური საათი უფრო მარტივად დასარეგულირებელი არის ამ გარეგანი ფაქტორებით, ვიდრე პირიქით, ანუ უკან დაწეულია. თუ მაგალითად გადავათენე, რაღაც მომენტში გრძნობ, რომ ისევ, ანუ კი არ მეძინება, ისევ ფხიზლად ვარ. რომ გეძინება არ დაიძინო, ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე რომ არ გეძინება და დაიძინო. ბევრად უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ამაზე, რომ 4-5 საათი მყოფნის ძილისთვის და სრულფასოვანი ძილისთვის, ვიდრე წესით გავრცელებული უნდა იყოს ზოგად პოპულაციაში. შუა დღის პერიოდში ჩამოდით არა, აი რომ გეძინება. აი აქ რასთან გვაქვს საქმე? სიზმრების დიდ ნაწილს ხო რემ ფაზაში ხედავთ ჩვენ და შენ რომ მაგ დროს მოძრაობა შეგეძლოს, სიზმარს რო ხედავ, შეიძლება ადგე და გადახდე ფანჯრიდან. პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის დროს კოშმარები ყველა ვარიანტში აი ტრაუმული გამოცდილების შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს. ჭარბზონიანი თუ ხარ თუ გეუბნები რომ ძალიან ხრინაო და თუ დღის განმავლობაში ძილიანობა გაქვს, დიდი ალბათობით აბნოება. კაცებში რა ფენომენი არის დილის ერექცია. ალკოჰოლი ხელს უშლის ზუსტად ამ მესამე და მეოთხე ღრმა ძილის სტადიებში გადასვლას. დილით ვარჯიში ბევრად უფრო ეფექტურია იმისთვის, რომ ზოგადად ანუ მე ღამის ძილიც უფრო სრულფასოვანი გქონდეს. ძილი, სიკვდილის ეს მცირე ულუფები, როგორ ვერ ვიტან მათ. ეს სიტყვები ეკუთვნის დიდი ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის პერსონაჟს ნოველიდან მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ. დაილოცოს ის, ვინც ძილი მოიგონა. ამ სიტყვების ავტორი კი არც მეტი არც ნაკლები ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ნოველის დონ კიხოტის პერსონაჟი სანჩო პანსა გახლავთ. ამ დიქოტომიურ დამოკიდებულებას ძილის მიმართ ალბათ ყველანი ვამჩნევთ ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს გარშემოყოფებში. ზოგისთვის ძილი არის უბრალოდ დროის კარგვა, ან უარეს შემთხვევაში შეიძლება იყოს ცხოვრებისეული თავის ტკივილი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აწუხებს ძილის პრობლემები ან ძილის აშლილობები, სხვებისთვის კი ძილი შეიძლება იყოს და ასოცირდებოდეს სიამოვნებასთან, განტვირთვასთან, ან უფრო ენერგიულ და ხალისიან დილასთან. მოკლედ, ვისთვის სასჯელი და ვისთვის საჩუქარი, ერთი რამ ნათელია, რომ ძილისთვის განწირულები ვართ ყველანი, ვინაიდან ეს სიცოცხლის შენარჩუნების გარდაუვალი და აუცილებელი წინაპირობაა. მიხვდებით, რომ დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა არის ძილი. ცირკადული რითმი, ძილღვიძილის რეჟიმის დარღვევა, კოფეინის, ალკოჰოლის და სხვა ნივთიერებების ზემოქმედება ძილზე და მის ხარისხზე. ზოგადად ძილის ფიზიოლოგია, უძილობა, ასევე მდგომარეობები და დაავადებები, რომლებიც შეიძლება იწვევდნენ ან დაკავშირებული იყვნენ ძილის მიერ აშლილობებთან. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც დღეს განვიხილავ დღევანდელ ჩვენს ეპიზოდში. თქვენ უყურებთ ჯანსაღ დიალოგს. მე ვარ სანდრო ჩხიკვიშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი და დღევანდელ ჩვენს ეპიზოდში სტუმრად მოვიდა ფსიქიატრი დავით ცინცაძე და წინა ცხოვრებაში ჩემი მასწავლებელი. დიდი მადლობა დავით, რომ გსტუმრობთ და პატივია ჩემთვის თქვენი მასპინძლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კეთილი. ერთი ზოგადი შეკითხვით მინდა რომ დავიწყო. დღეს დღევანდელ სამყაროში ესეთი დომინანტური ძილღვიძილის რეჟიმი გამოიყურება შემდეგნაირად, ანუ არის მონოფაზური, ასე ვთქვათ და ერთი გადაბმული ძილი ღამის განმავლობაში, შრომის კულტურაც, სწავლის კულტურაც მოითხოვს ამას, გადაბმული ძილი ღამის განმავლობაში და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში სიფხიზლე. ეს არის თუ არა ოპტიმალური გადანაწილება ძილის და სიფხიზლის ჩვენს ყოველდღიურობაში, იმიტომ რომ გვახსოვს ეპოქები, როდესაც ეს ასე არ იყო. შუა საუკუნეებამდე მაგალითად ძალიან ბევრ ადგილას დედამიწის სხვა წერტილში ადამიანები ღამის განმავლობაში იღვიძებდნენ რამდენიმე საათით, ზოგი ლოცულობდა, ზოგი რასაკეთებდა, ზოგი საშინაო საქმეს აკეთებდა და შემდეგ მეორედ იძინებდნენ. დღესაც შუა დღის ძილი ძალიან ბევრ არა, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში დანამდვილებით გავრცელებულია. ძალიან ბევრს ვერ იტყვი, მაგრამ ბოლოს ალბათ უფრო წამოვიდა ტენდენცია რაღაცა ბიფაზურ ძილზე, თან დაკავშირებით ცოტა მეტად დამაღლა ცნობიერება, მაგრამ ძირითადად მაინც მონოფაზურ ძილზე ვართ ადამიანები, რაც სულ ესე არ იყო სავარაუდოდ. ისტორიულად და ზოგადად ესე ოპტიმალური ძილი, რო თქვა, რა არის ოპტიმალური ძილი, რთულია დროის მიხედვით, როგორ ყოფ ძილს ამის მიხედვით ვერ იტყვი ამას, იმიტომ რომ ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, ძილი მთავარია, რომ არ იწვევდეს რაღაცა სირთულეს მერე სიფხიზლეში და თვითონ ძილის პროცესშიც რაღაცა დარღვევებით არ ხასიათდებოდეს, თორე ესე ხო ორივე ტიპის ძილი თუ სრულ ფასოვნად აღდგენას ემსახურება, მაგ შემთხვევაში შეიძლება ოპტიმალურად მიიჩნდეს, მიიჩნევდეს კი ბატონო. ხო, ალბათ კლიმატზე, რაღაცა სეზონები, ბევრ რაღაცაზე იყო დამოკიდებული, როცა ვიცი პრეისტორიულ ხანაშიც, სად ცხოვრობდა ადამიანი, იმის მიხედვით
ეძინა, ანუ თუ დღის განმავლობაში ძალიან სიცხე იყო მაგალითად შეიძლება ის პერიოდი გამოიყენებინა ძილისთვის, მე რაღაცა ნაწილი ღამე გამოეძინა და ასე შემდეგ. ანუ ეს რაღაცა 8 საათიანი დოგმა რო ძილი ესე გადამული უნდა იყოს. ეს უფრო გვიანდელი პერიოდის ასე ვთქვათ ფენომენია, რომელიც ხო ანუ რაღაცა ინდუსტრიული პერიოდის მე რომ ქარხნებში მუშაობა დავიწყეთ, დღის განმავლობაში ხო ანუ სხვა გზა არ იყო და სწავლა, სკოლა, ასე ვთქვათ და უნივერსიტეტები დილით გაღვიძება, მე რაღაცა მუშაობა ან ხო ანუ ეს ფუნქციონირება გვიწევს დღის განმავლობაში. კეთილი. რო გადავიდეთ აი ზოგადად აი ძილღვიძილის რეჟიმზე, ანუ ხო ყველანი უზნობთ რომ ძირითადად გვეძინება საღამო ხანს, ხო? ანუ იბნელეს დაბნელებას უკავშირდება ჩვენი ძილიანობა. ეს ხო არ არის რომ უბრალოდ აი დღე გავიდა, აი რა იწევს თვითონ ძილს, ანუ ძილის წინაპირობა რა არის? რატო გვძინავს ღამით და რატო გვიძავს დღისით? ანუ რა ეს არის რომ უბრალოდ დიდი ხანი გვიძავს და დავიღალეთ, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში ნეირობიოქიმიურად? ხო, ორივე, ანუ ეგეც რომ ციფრიზლე იწვევს ძილს, ანუ დიდი ხანი ციფრიზლის პერიოდში ხდება რაღაცა ის პროცესები თავის ტვინში, რომელიც ანუ მე ძილიანობას იწვევს და ეს პროცესები არის ის, რომ ანუ გროვდება რაღაცა ესეთი ნივთიერებები, რომელიც აუცილებლად უნდა გადამუშავდეს, ასე ვთქვათ და ანუ ეს გადამუშავება ხდება ძილის დროს. ანუ რაღაცა უსასრულო დაგროვება ამ ნივთიერებების, ანუ გამოიწვევს ნუ ისეთ პროცესებს, ანუ დელირიუმს მაგალითად, ენცეფალოპათიას რო ეძახიან, ხო? კი ბატონო, მაგრამ ეს მაინც დრო რო ავიღოთ ხდება ღამით, ხო? ხო, იმიტომ რომ სხვა ფაქტორების მოქმედებს, ანუ ცირკადული რითმების მოქმედებს. აი ცირკადული რითმი რა არის, ხშირად გაგვიგია, აი რას ვეძახით ჩვენ ცირკადულ რითმს? ხო, ანუ რაღაცა გარეგანი განმაპირობებელი ფაქტორები არსებობს, რომელიც იწვევს დარეგულირებას სიფხიზლის და ძილის. ანუ ძილიანობის გამოწვევა შეუძლია და ასევე სიფხიზლის ასე ვთქვათ, სიფხიზლის პერიოდში რაღაცა აქტივობები twin signals აძლევს, რომ ამ პერიოდში ჩვენ უნდა ვიყოთ ფიზლები. მაგალითად, ფიზიკური აქტივობა, რა ვიცი, ну, ცოტა უფრო ინტენსიური, უფრო მეტ სიფხიზლეს გვაძლევს. ზის სინათლე. ხო, ზის სინათლეს ბოლოს მინდა რა შევხედოთ, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ ცოტა ნაკლებად მნიშვნელოვანებით დავიწყე, მაგალითად, ხო, რაღაც ფიზიკური აქტივობა, სოციალური ინტერაქცია, კვება, ესეთი ფაქტორების განაპირობებს. სიფხიზლეს და არის კიდე მზის ფაქტორი, ხო? ანუ რომელიც მნიშვნელოვანესი არის, რომელიც ანუ ფოტონებით განისაზღვრება, ანუ სინათლე არ აქვს მნიშვნელობა, მზის სინათლე იქნება თუ ნებისმიერ ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც ანუ თვალში აღწევს. ეს გარდაიქმნება ესეთ იმპულსებად, რომელიც გამოყოფს მელატონინს და მელატონინი მე არეგულირებს ამ ცირკადულ რიტმს. ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ანუ სინათლით ითრგუნება, ხო, მელატონინის გამომუშავება, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი გამომუშავებული მელატონინი იქნება, თუ გარედან მიღებული მელატონინი, რაღაც საკვებით ანამატის თუ მედიკამენტის სახით, ხო? რომელიც სამფართოდ გავრცელებული არის. ამ შემთხვევაშიც, ანუ თუ სინათლეს უშვებთ თვალში, ну, იმის გამოყენება ეფექტური აღარ არის. ხო, კიდევ აი, როდესაც ცირკადულ რიტმზე ვსაუბრობთ, ერთი ახსენე მელატონინი და მასზე გავლენა გარემო ფაქტორებიდან, განსაკუთრებით ზის სინათლე, რომელიც თრგუნავს მას, მაგრამ ასევე ალბათ უნდა ვახსენოთ კორტიზოლი და ადენოზინი. ანუ აი ეს სამი ძირითადი ნივთიერება არის, რომელიც არეგულირებს ძილღვიძილის რეჟიმს, რამდენად მართებული დებულება. სამივე მნიშვნელოვანი არის, მაგრამ მარტო ეს ნივთიერებები არ არეგულირებენ, იმიტომ რომ არსებობს კიდევ ეს რაღაცა დიდი ნეიროტრანსმიტერები, ყველა რაღაც, სეროტონინი, დოპამინი, ნორეპინეფრინი, აცეტილქოლინი, ყველა აქვს რაღაც ფუნქცია ძილში. სიფხიზლეში ზოგი განაპირობებს სიფხიზლებს, ზოგი განაპირობებს ძილს. ანუ ძილიც ხო ეს რაღაც ერთგვაროვანი პროცესი არ არის, ხო? იყოფა ძილი სხვადასხვა ფაზებად. და სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერები სხვადასხვა ფაზებში სხვადასხვა როლს ასრულებენ. ხო, ანუ სიფხიზლეს ძირითადად დოპამინი, ნორეპინეფრინი, ჰისტამინი განაპირობებს, ძილიანობას იწვევს მაგალითად GABA ნეიროტრანსმიტერი, მელატონინი, ცირკადულ რიტმს არეგულირებს და ხო, კორტიზოლი და ანუ ადენოზინი ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ადენოზინი არის, რაზეც ვისაუბრე, რომ ეს დაგროვება რაც ხდება, ხო, ადენოზინი არის, რა არის დაშლის პროდუქტი არის ATF-ის, ხო, ანუ ტვინი როგორც ვიცით, ანუ ძალიან დიდ ენერგიას მოიხმარს, ხო, ანუ რომ შეადაროს სხვა ორგანოებს, მასა არ არის მაგ ხელა, მაგრამ ანუ რაღაც 20%-მდე
ენერგიის მიაქვს twins. კეთილი. ანუ ესე იგი ცოტა თავი რომ მოუკრავთ ამ ამბავს, ანუ ჩვენ რომ ვიღვიძებთ, გაღვიძების მომენტიდან ჩვენს twin-ში ნელ-ნელა დაგროვებას იწყებს ადენოზინი და ადენოზინი რაც უფრო დიდხანს გვიძავს, მით უფრო მეტი ადენოზინი გროვდება და ეს ადენოზინის რეცეპტორებზე მოქმედება იწვევს ძილიანობას. მეორე მხრივ გაღვიძებისას და სინათლესთან ზემო ურთიერთქმედებისას და ექსპოზიციისას, კონტაქტისას ითრგუნება მელატონინი, რომელიც არის ძილის მომგვრელი ჰორმონი და ეუნება ორგანიზმს რომ გათენდა ახლა სიფხიზლის დრო არის და დღის განმავლობაში ჩვენ თუ ვართ სინათლესთან კონტაქტში, ეს იმას ნიშნავს რომ მელატონინი ამ დროს დათრგუნული არის და ესეც უნდა იყოს და ღამის განმავლობაში, როდესაც სინათლესთან შეხება არ აქვს, ისევ აქტიურდება მელატონინი და იწვევს ძილიანობას. ასევე გათენების პერიოდში ჩვენ ორგანიზმში გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც ასევე სიფხიზლის მათ შორის სიფხიზლის ერთ-ერთი ჰორმონი არის. მაგრამ აქ მაქვს ერთი შეკითხვა. მაგალითად მე სიტყვაზე თუ და ჩემ თავის გამოცდილებასაც მოვყვები, ან თუ მაგალითად გადავათენე რაღაც მომენტში გრძნობ რომ ისე ანუ კი არ მეძინება, ისევ ფხიზლად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ადენოზინი ამდენი ხნის განმავლობაში უნდა დაგროვებულიყო, ხო? ანუ რა ხდება ამ დროს? აი, როდესაც ცირკადულ რიტმზე საუბრობთ, არის აქ რამე სტატიკური შიდაგანი საათი, რომელსაც უნდა დავემთხვეთ ჩვენ? ხო, ანუ ამ დროს სავარაუდოდ ხდება ის, რომ ადენოზინის დაგროვება კი ანუ იწვევს ძილიანობას, იმიტომ რომ უკავშირდება ადენოზინის რეცეპტორებს. რეტიკულურ ფორმაციაში, ხო, რაც ანუ დათრგუნვას იწვევს ნერვულ სისტემის, შესაბამისად ანუ ძილიანობას იწვევს, მაგრამ ანუ რა მაგალითის მოიყვანე ალბათ ანუ ეს რომ ანუ აქტიური ხდება ადამიანის ცენტრალური ნერვულ სისტემა მიუხედავად გადათენებისა, შეიძლება რაღაც სხვა გარეგანი ფაქტორები მოქმედებდეს ამაზე. შეიძლება შინაგანი ფაქტორები, მაგალითად კორტიზოლის გამოყოფა მოქმედებდეს, სტრესი მოქმედებდეს, ან გარეგანი ფაქტორებიდან, რა ვიცი, სინათლე მაგალითად გადაათენო და დილის, ანუ მზის ამოსვლის შემდეგ შეიძლება გააქტიურდეს twin-ი, შესაბამისად, ანუ რაღაც ცირეხნით მაინც რაღაცა მეტი სიფხიზლე გამოიწვევს, მაგრამ მაინც ანუ ადენოზინი აჯობებს ყველა ვარიანტში და აუცილებლად გაითიშები, ხო, ანუ რაც არ უნდა რამდენჯერ უნდა გადაათენო, რომ კი ბატონო, სინათლემ ესეთი როლი ითამაშოს. კეთილი. მაგრამ ასევე აი რას მინდა რომ ხაზი გაუსვა, მაგალითად თუ მე დავიძინე ღამის 11 საათზე და გავიღვიძე მაგალითად 8 საათზე, 7 საათზე, 9 საათზე, თავს უკვე კარგად გრძნობ, ნორმალურად გრძნობ, მაგრამ თუ დავიძინე ღამის 5-ზე, თუ დილის 5-ზე უკვე რა ქვია, აღარ ვიცი, დილის 5-ზე და გავიღვიძე პირველ საათზე. ანუ იგივე რაოდენობა მეძინა, მაგრამ მეორე შემთხვევაში თავს გასილებით უარესად უგრძნობ, ვიდრე პირველ შემთხვევაში. ამიტომ აი ჩემი შეკითხვა ზუსტად აი ამ შინაგან საათს ეხება. ანუ არის რაღაცა შიგნით ისეთი, რომელსაც შენ უნდა დაემთხვე, როდესაც ძილღვიძილზე ვლაპარაკობ, თორე სხვა შემთხვევაში აი ეს განსხვავება ფსიქიკურ მდგომარეობებს შორის რატო უნდა ყოფილიყო? ხო, ანუ არის ის, რომ მაგალითად ანუ რეჟიმი ძილის, ანუ თუ არეული აქვს ადამიანს, მაგ შემთხვევაში ხდება ხოლმე ის, რომ ანუ ზედმეტი ძილის მერე მაინც გამოუძინებლად გრძნობს ხოლმე თავს ადამიანი, თუ დაცულია რეჟიმი და რეჟიმის დაცვა ბევრად უფრო ეფექტურია ხოლმე, თუ ემთხვევა სინათლის ფაზებს, ხო? ანუ დილით გაღვიძება, მაგიტომ არის უფრო ეფექტური, იმიტომ რომ მელატონინი შესაბამისად ნაკლებად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ხო, ანუ სხვა ანუ ისე ადენოზინს რო დაუბრუნდეთ, ანუ ადენოზინის დაგროვება მაინც ყველაფერს გადაძალავს საბოლოო ჯამში და ანუ ისე ანუ ეს რაღაცა ზედმეტი ძილიანობა ხო. აი მე ვამბობ იგივე რაოდენობის ძილი უბრალოდ სხვადასხვა დროს დაძინება და გაღვიძება. როდესაც სხვადასხვა დროს საერთოდ მიჩვევაზე არის დამოკიდებული რა, როდის ანუ შენი რეჟიმი რომელი არის, ანუ ხშირ შემთხვევაში ზოგადად რეჟიმი დაცული არ არის ხოლმე ძილის და ამიტომ და მაინც რატომაც ეს ცირკადული რიტმი განისაზღვრება როგორც 24 საათი და 30 წუთიანი, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი შინაგანი საათი, რომელიც არ არის სტატიკური და დამოკიდებულია ამ გარეგან ფაქტორებზე, მათ შორის აი პირველ რიგში ალბათ უმნიშვნელოვანესი
მნიშვნელოვანია ეს სინათლე, როდის გვაქვს შეხება ამ სინათლეს და ალბათ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ რო ახლა ავდგეთ და გადავცხოვრდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაშინ სრულიად უნდა მოგვერღვეს ეს ჩვენი ის რო სტატიკური იყოს ეს ცირკადული რითმი, ალბათ მოგვერღვეოდა ეს ჩვენი ძილღვიძილის რეჟიმი და დღის განმავლობაში გვეძინებოდა და ღამის განმავლობაში გვეღვიძებოდა ამერიკაში. ხო, ანუ ეს გარეგანი ფაქტორები რეალურად ამ ბიოლოგიურ საათს ასწორებენ მაინც, ხო, ანუ არა მარტო სინათლე, ეს აქტივობებიც, ხო, შესაბამისად, ანუ ეს რომ რაღაც 24 საათს ცდება ცოტა ჩვენი შინაგანი საათი, ამას რაღაცა თავისი პლუსები აქვს, ანუ გადაცდენილი ბიოლოგიური საათი უფრო მარტივად დასარეგულირებელი არის ამ გარეგანი ფაქტორებით, ვიდრე პირიქით, ანუ უკან დაწეულია რაღაც 23 საათი და ნახევარი რო იყოს მაგალითად, ანუ ამ შემთხვევაში გაგვირთულდებოდა. ამ მიზეზი ის არის, რომ ანუ ხო ჯეტლეგზე რო ვისაუბროთ, ანუ მაგალითი კარგი მაგალითი არის, აქედან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს ჯეტლეგის საით გადაადგილების. ჯეტლეგით რა არის რომ განმარტო. ხო, ჯეტლეგი არის ანუ მოგზაურობის დროს, ანუ სხვა დროით ზონაში მოხვედრა. ხო, ძილის დარღვევა, ხო, სხვა დროის ზონაში მოხვედრა და აქედან გამომდინარე, ანუ ძილის დარღვევა. თუ აღმოსავლეთით გადაადგილდები, შესაბამისად, ანუ წინ უსწრებ იმ დროს, რა დროზეც იყავი მორგებული, ხო? ამ შემთხვევაში ბევრად უფრო რთული არის გასწორება ბიოლოგიური საათის, ვიდრე დასავლეთით თუ მიდიხარ. ხო, ანუ მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ანუ თუ რო გეძინება და არ დაიძინო, ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე რო არ გეძინება და დაიძინო. ხო, ანუ უკან გადმოწეული ეს ბიოლოგიური საათი, ხო, უფრო რთულია, რომ დაარეგულო. ამიტომ ხო, ანუ რაღაცა ბენეფიტები ქონდა იმას, რომ ჩვენ ხო ეს ყოველთვის ესე არ არის, მაგრამ 24 საათზე ცოტა მეტი არის, შეიძლება 25-იც იყოს გარკვეულ ადამიანებს, ხო. ხო, ანუ ცოტა პატარა ვარიაცია გვაქვს, მაგრამ კი, პატარა ვარიაცია გვაქვს, ანუ ინდივიდუალურია. და იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ვიღვიძებთ და არ გვაქვს შეხება მზის სინათლესთან პირდაპირ. ეს ხო იმას ნიშნავს, რომ ეს ასე ადრე არ იყო, რაღაც პირველ ყოფილ hunter gatherer მონადირე კრეფავებს თუ როგორ უნდა უთარგმნოთ ქართულად, შემგროვებლებს. ალბათ, ნუ მზის სინათლეზე იღვიძებდნენ, მერე ბინდისას იძინებდნენ, რომ არც ხელოვნური სინათლე ქონდათ მათ, ვერაფერს ვერ დაინახავდნენ, ვერ გააკეთებდნენ ცეცხლის გარეშე, ასე შემდეგ. დიდი ლოჯისტიკა იყო ეს და ნუ ასე თქვა, მიყვებოდნენ მზის ამოსვლა, ჩასვლას. დღეს ასე აღარ არის, ხო? ჩვენ შეიძლება გავიღვიძოთ აბსოლუტურად ბნელ ოთახში, დავიწყოთ მაგალითად სკროლვა, რასაც ასევე მინდა შევეხო, რომ რამდენად ანაცვლებს ხელოვნური სინათლე, მაგალითად ლურჯი სინათლე და იმის ლუქსების რაოდენობა, რომელშიც იძონება ის ინტენსივობა სინათლის, ბუნებრივ სინათლეს, აი ეს ერთი სცენარი ავიღოთ და ასევე ღამეთ შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ხელოვნური სინათლე, რომელიც გვასტიმულირებს და არ გვაძლევს იმის საშუალებას, თუ ძალიან კარგი ძილიანობა არ აქვს, რომ დავიძინოთ და ეს გადაწევა ხდება, ხო? აი რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღვიძებთ და მზესთან კონტაქტი არ გვაქვს რაღაც რამოდენიმე საათის განმავლობაში. ანუ და ჩვენი მელატონინი აგრძელებს გამოყოფას, იმიტომ რომ ისევ ღამე გონია, ხო? კი ბატონო, ხო, ანუ აი ის პროცესი რო განვიხილოთ, ისე რომ 24 საათს გადაცდენილი არის ცოტა ჩვენი ბიოლოგიური საათი, ძალიან კაი მაგალითი გამოდის, ანუ სულ რო სიბნელეში ვიყოთ და ეს გარეგანი ფაქტორები არ მოქმედებდეს, ნუ არა მარტო სინათლე სიტყვაზე თეორიულად რო შევზღუდოთ რაღაცა ინტერაქცია, ყვება და ასე შემდეგ. რეალურად ეს გამოიწვევს იმას, რომ სულ ჯეტლეგში ვიქნებით, ხო? ანუ 30 წუთი გადაცდება ერთი ძილის მერე, ანუ და წრეს დაარტყავს საბოლოოდ ამ გადაცდენილი დროით. რაც ანუ ხვდება უსინათლო ადამიანებში მაგალითად. ხო. აი უსინათლოს გულისხმობ, ხო, ანუ კითხვას ასწრებ ახლა პასუხს. ხო, ოკეი. ანუ თუ რა თქმა უნდა, უსინათლოს გულისხმობ სინათლის საერთოდ ახმა რო არა აქვს. თუ არის რაღაცა რაოდენობის სინათლის ახმა, მაგ შემთხვევაში ესე არ ხდება, მაგრამ ხო, ანუ ესე სიტყვაზე რო ვთქვათ, რომ გამოქვაბულში ცხოვრობ და სუსიბნელე არის, გადაიწევს სულ საათი და აირევა ბიოლოგიური საათიდან გამომდინარე 24 საათიან ციკლში ვერ ჩაეტევი. ანუ სულ გადაიწევს 24 რამდენიც არის, ხო, შენი ბიოლოგიური საათი 24 საათი და 10 წუთია თუ 25 საათი, ნუ გადაიწევს წინ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღის განმავლობაში, ძალიან, აუცილებელია მიზანშეწონილი არის მზესთან გაღვიძებიდან რაც შეიძლება მალე, პირდაპირ ექსპოზიცია ეს არ ნიშნავს, რომ მზეს თვალებში ჩახედო და ბადურა დაგიზიანოს ამითი, მაგრამ უბრალოდ გარეთ აივანზე მაინც გახვიდე 5-10 ფარდის გადაწევაც საკმარისია. ფარდის გადაწევა, ხო, ის თვითონ ფანჯრები ცოტა ეს სხვა სიხშირის ტალღებს ბლოკავენ და უჯობესია რომ გარეთ გავიდეთ, იმიტომ რომ ის ფოტონების რაოდენობა რაც ჩვენ გარშემო არის მიმობნეული, მაინც საკმარისია რომ ჩვენ twin-მა მიიღო სიგნალი რომ დღე დაიწყო და ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ადვილად გვეძინება ღამე, გაცილებით არა ხა ვისთვის როგორ, მაგრამ უფრო ადვილად გვეძინება ღამე, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში სინათლის გამო რომ დათრგუნულია მელატონინი და დაბნელებისას ეს მელატონინის ის რო იხსნება ბლოკი ასე თქვა და პიკი უფრო ადვილად მიიღწევა და ამიტომ ჩაძინებაც უფრო ადვილი არის, ხო ასე? კი, ხო, რასაც ხელს უშლის ხელოვნური და არახელოვნური სინათლეც, ჯეტლეგის შემთხვევაში არახელოვნური იყოს ეს სინათლე, მაგიტომ ხდება ეს ჯეტლეგი. ნებისმიერი ტიპის სინათლე მაინც რაღაცა როლს თამაშობს. და ბოლომდე ვერ ანაცვლებს მზის სინათლეს, რაც არ უნდა, ხო, სხვადასხვა სიხშირე გამოიყენო და ასე შემდეგ და არის რაღაცა მიმსგავსებული სინათლის ტიპები, რაღაც ფოტოელექტრული ეს ნათურები, რომელიც გამოიყენება ხოლმე სხვადასხვა შემთხვევაში, მაგალითად, რაღაცა სეზონური დეპრესიის სამკურნალოდ და ცირკადული რითმის დასარეგულირებლადაც, მაგრამ ბუნებრივი მზის სინათლე მაინც შეუცვლელი არის და ხო, მოღრუბლულიც რო იყოს მაინც მოქმედებს ეს მზის სინათლე. ხო, ცოტა უფრო ხანგრძლივად დაყონება არის, მაგრამ 10-15-20 წუთის ადამიანების უმრავლესობისთვის სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მელატონინის დათრგუნა მოხდეს იმ დონეზე, რომ ჩვენ გამოფხიზლდეთ. კი, ნამდვილად. ხო და მაგაში ეს მინათება არა მარტო ნათურით, ხო, ტელეფონის სინათლის მინათება სვალებში თრუნავს მელატონინის გამომუშავებას, შესაბამისად ძალიან რთული არის რომ დაიძინო. კი ბატონო. ეს ძალიან დიდი პრობლემა არის დღეს, რა თქმა უნდა. ხო, ჩვენ რაც ვთქვით, რომ დილით მზის სინათლეს ვერ ანაცვლებს ხელოვნური სინათლე, ღამე ეს ასე არ არის, ღამე ხო, არა, ბოლომდე ვერ ანაცვლებს, მაგიტომ და რაღაც როლს მაინც თამაშობს და ხელს გიშლის დაძინებას მაგაშია საქმე. გეხმარება, მაგრამ ისე სრულყოფილად ვერ არის, როგორც მზის სინათლე მაგაშია საქმე. და იგივენაირად ახლა მზის სინათლე რომ მიინათო უფრო არ დაგეძინება ვიდრე ტელეფონი რომ მიინათო, მაგრამ მაგას ვამბობდი ზუსტად. არა მარტო 15 წუთზე ზოგადად ჩაბნელება ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ბნელდებოდეს, ამას მიყვებოდეს, ხო, და ისედაც ოთახში საღამოს პერიოდში დავაბნელოთ გარემო. კი ბატონო, არ ვაკეთებ რა თქმა უნდა. კი, და აქვე ჩვენ მაყურებელს ვეტყვი, რომ თუ მაინც, ხა ისე არ ხდება ხოლმე, ხა საღამოს 8 საათზე და 7 საათზე სახლები ვინმეს ჩაბნელებული ქონდეს ზოგი მუშაობას ამთავრებს, ხო, მაგ დროს როგორც წესი და ბადურაზე ის რეცეპტორები, რომლებიც ფოტონებს აღიქვავს და მელატონინის დათრგუნვას იწვევს, უფრო ქვევით არის მოთავსებული ბადურის ქვედა ნაწილში, ვიდრე ზედა ნაწილში. ამიტომ თუ უმჯობესია, რომ სახლში განათება მოაწყოთ ისე, რომ საღამოს საათებში ტორშერებზე უფრო იყოთ დამოკიდებული, რომლებიც იატაკთან ახლოს არის განლაგებული, რომლის სინათლე ბადურის ზედა ნაწილს უფრო ურტყავს, ვიდრე ქვედა ნაწილს. და რითიც ნაკლებად მოხდება, ასე ვთქვათ, ჩვენი მელატონინის სისტემის დათრგუნა. ეს რეკომენდაცია კიდევ ერთი მივცეთ ჩვენს მაყურებლებს. ღამე არის დრო, როდესაც ჩვენი ტვინი ახარისხებს გამოცდილებას. სხეული აღდგება და შინაგანი ბიოლოგიური საათი სინქრონიზდება. თუმცა თანამედროვე ცხოვრების ტემპი, სტრესი, ეკრანებთან ხანგრძლივი დრო და არარეგულარული გრაფიკი ხშირად არღვევს ამ ბუნებრივ პროცესს და ჩაძინება, ასე ვთქვათ, რთულ ამოცანად იქცევა ხოლმე. ჩვენმა პარტნიორმა კომპანია PSP-მ გამოგვიგზავნა მონაკოს წარმოების ბრენდის Fortnite-ის ასეთი ჟელიბონები, რომელიც შექმნილია ძილის პროცესის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრობლემა ეხება ჩაძინებას. მისი მთავარი აქტიური კომპონენტია მელატონინი, ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება სიბნელეში და არეგულირებს ცირკადულ რითმს. მელატონინი არ მოქმედებს კლასიკური საძილე პრეპარატივით, არამედ ეხმარება ორგანიზმს სწორ დროს მიიღოს სიგნალი, რომ ღამეა. სწორედ ამიტომ იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ჩაძინების გაძნელებისას, დროებითი სტრესის პერიოდში, რეჟიმის დარღვევისას, ცვლაში მუშაობისას, ან ეგრეთ წოდებული ჯეტლაგის დროს, ანუ როდესაც მოგზაურობ და ჩვენი ძილის რეჟიმი აღარ ემთხვევა უცხო ქვეყნის დროით ზონას. პროდუქტი ასევე შეიცავს სხვა დამხმარე კომპონენტებს, რომლებსაც ასევე აქვს დამამშვიდებელი მომადუნებელი ეფექტი. ჩვენი საღეჭი ფორმის ჟელიბონი არის დაუყოვნებლივი გამოყოფის, რაც ნიშნავს, რომ მოქმედება იწყება შედარებით სწრაფად, დაახლოებით 30-60 წუთში.
პლაზმაში მაღალი დონე ნარჩუნდება საშუალოდ 2-3 საათის განმავლობაში, რაც ეხმარება ჩაძინებას. თუმცა თუ თქვენ ძილის მეორე ნახევარი ფხიზელი გაქვთ, PSP-ს აქვს მელატონინის ტაბლეტირებული ფორმის არაერთი არჩევანი, რომელსაც აქვს გახანგრძლივებული გამოყოფის ფარმაკოკინეტიკა, რაც დაგეხმარება ძილის მეორე ნახევრის მხარდაჭერაშიც. პროდუქტი ნაკლებად იწვევს დამოკიდებულებას და არ ქმნის კლასიკურ ფარმაკოლოგიურ ტოლერანტობას. აქვე უნდა ითქვას, რომ მელატონინი არ წარმოადგენს მძიმე ქრონიკული უძილობის, დეპრესიის ან აპნოეს სამკურნალო საშუალებას და არ ცვლის ძილის ჰიგიენისა და ქცევითი თერაპიის მნიშვნელობას. რეკომენდებული მიღების წესი არის 1 ჟელებონის დაღეჭვა დღეში, ძილის წინ 30-60 წუთით ადრე, თუ საჭირო ხდება ხანგრძლივად, მაგალითად თვეების განმავლობაში ყოველდღიური მიღება, მიზანშეწონილია სპეციალისტთან კონსულტაცია პრობლემის ძირეული მიზეზი რომ გამოვარკვიოთ. მელატონინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტები ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე, დაბალი დოზის საკვების დანამატის ფორმით არა მხოლოდ საქართველოში, ასევე ქვეყანათა უმრავლესობაში, ანუ ის არ არის რეგისტრირებული როგორც მედიკამენტი. შესაბამისად, ადამიანებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ ეს საკვები დანამატი როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში და ასე შემდეგ. თუმცა თუ ამ პროდუქტს არ გამოიყენებთ მხოლოდ ეპიზოდურად, სხვა შემთხვევაში მე რეკომენდაციას გავუწევდი ექიმთან კონსულტაციას. ვინაიდან პრობლემა შეიძლება უფრო მძიმე იყოს, ვიდრე რეჟიმის მსუბუქი დარღვევა და მისი იდენტიფიცირება აუცილებელია. ერთი კითხვა, ახლა ცოტა რომ გავცდეთ ამ ჩვენი სინათლის საკითხს. არის თუ არა ნორმის ვარიაცია, მე მოზრდილებზე მაქვს საუბარი, რასაც ვთვლით, რომ ეხლა დღეს ვიცით, რომ 7-9 საათი იცვლება ნორმალური ძილის რაოდენობის, აქ ხარისხზე არ მაქვს ლაპარაკი, ვარიაციად, ხო? რამდენად ეს ასე არის ყველასათვის და არსებობენ ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ რეგულარულად ძინავთ 4-5 საათის განმავლობაში, თავს კარგად ზნობენ, ყოფნით, ასე ვთქვათ, როგორც მე მყოფნის, ასე იძახიან და აი ესე რომ უყურებ ფუნქციონირებაში პრობლემა არ აქვს. რეალურად რამდენად ეს ჭეშმარიტია, თუ არსებობს მართლა იხელა ნორმის ვარიაცია, რომ იმ ადამიანებსაც შეიძლება დაუჭიროთ. ანუ ბევრად მე ჩემი აზრი არის ეს, რომ ბევრად უფრო ხშირი, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ამაზე, რომ 4-5 საათი მყოფნის ძილისთვის და სრულფასოვანი ძილისთვის, ვიდრე წესით გავრცელებული უნდა იყოს ზოგად პოპულაციაში რა, ანუ ძილისთვის ხო ანუ მინიმუმ 7 საათი მაინც საჭირო არის და ეს რაღაცა ან ნაჭარბებენ, ან არ არიან შრომის კულტურის ნაკარნახები არის ეს თან, აი ძილი ცოტა ტეხავს და სულ იმუშავა და ორ კახოლზე იყო დამოკიდებული. ანუ ისედაც ანუ რაღაცა ხას უსვამს იმას, რომ აქტიური ხარ და ცოტა მძინავს და რაღაცა მითე არ ვიცი ხო მითია თუ რაღაცა ნაპოლეონის 3 საათი ეძინა და იულიუს კეისარს 4 და ასე შემდეგ. არ ვიცი ხო ანუ მე ეჭვება რომ ეგეთი გავრცელებული იყოს ეგეთი ფენომენი რომ 4 საათი ყოფნიდეს ადამიანის ძილი. ხო. არის ისე რომ შეიძლება ეძინოს ადამიანს 4 საათი და იფუნქციონიროს, მაგრამ ეს ფუნქციონირება იქნება თუ არა ოპტიმალური მაგაშია საქმე ხო ანუ რეალურ თავის ფუნქციონირებაზე დაბალი იქნება თუ არა. ასევე ის არის მნიშვნელოვანი ალბათ ეს ადამიანები თუ ასე აკეთებენ ინაზღაურებენ ამ ძილს ხო ძილის ანაზღაურება ხდება ხოლმე მაგალითად კვირის ბოლოს როცა გასაზვლელები არ არიან, შეიძლება გადააბან 12-13 მაგრამ ეგ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტ ანაზღაურებად, ანუ შენ თუ ორშაბათიდან პარასკევს ჩათვლით 5 საათი გეძინა და შაბათ-კვირას 10 საათი იძინე, ანუ ეგ იმას აკომპენსირებს, იმ მიღებულ ზიანს აკომპენსირებს, რაც მაშინ განიცადა. ნუ რა, ანუ ჯობია ეგრე გაკეთდეს, ანუ რაღაც მხრივ მაინც ანაზღაურება, სრულ არანაზღაურებას ჯობია, მაგრამ ბოლომდე არ ანაზღაურებს იმაზე რომ ხო, ნუ იმიტომ რომ რეჟიმს არ ყვევს, ხო, ბიოლოგიაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ბიოლოგიური საათი იყოს მაწყობილი. ხო, ერთ დროს გაიღვიძოს ადამიანმა, ერთ დროს დაიძინოს. და რა ხდება აი ამის საპირისპირო ხარეს, როდესაც ადამიანს 10-11 საათი ახლა უკვე ალბათ კლინიკური დიაგნოზების ნაწილზე მოგვიწევს გადასვლა, 10-11 საათი ძინავს და რო იღვიძებს, მაინც უენერგიოდ გზნობს თავს, არაფრის კეთების мотиваცია არ აქვს და ასე შემდეგ. ამ დროს რასთან გვაქვს საქმე? ხო, ანუ ერთი ანუ იმ შემთხვევაში იგულისხმენ რომ ანუ ყოფნი ძილი და ფუნქციურები არიან და ამ შემთხვევაში ანუ ამბობ რომ კი ბევრი ძინავთ მაგრამ მაინც უფუნქციურები არიან. ხო, ხარისხი არ ვარ გაძილი. ხო, ხარისხი არ ვარ, ანუ არსებობს ესეთი ჰიპერსომნიები, ხო, ანუ ზედმეტი ძილიანობა და ეს ზედმეტი ძილიანობა არ ნიშნავს იმას რომ ფუნქციური ხარ ადამიანი. ამიტომ ანუ ეს არის რაღაცა ოპტიმალური ძილის რაღაცა საზღვრებში მაინც მოქცეული უნდა იყო, იმიტომ რომ
ბევრი ცვალებადობა ამ ძილის ფაზების სავარაუდოდ იწვევს იმას, რომ მე უენერგიოთ ხარ და ხო ეგეთი რაღაც კოგნიტური ფუნქციები ეგრე მოწოდების სიმაღლეზე არ გაქვს, ანუ როცა 11 და 12 საათი გძინავს. და ამ შემთხვევაში აი მაღვიძარის როლი, ანუ მაღვიძარა რომელიც გვიწყვეტს ძილს, ეს სტრესის ფაქტორად შეგვიძლია აღვიქვათ თუ მაგალითად როდესაც თქვი რომ ახსენე რომ მაგალითად 10-11 საათი რო ძინავს ადამიანს ეს გადაჭარბებულია და შეიძლება უენერგიოდ გზნობდეს თავს აქ შეიძლება კარგი გამოსავალიც კი იყოს მაღვიძარა ჩვენთვის ხო ნუ მაღვიძარა ცხოვრების ნაწილი არის ხშირ შემთხვევაში მაგრამ ნუ ესეთი ახსენე რომ შეიძლება სტრესული ხო ანუ და ბუნებრივი ანუ მაღვიძარა ძალიან დაყენებული მაქვს მაღვიძარაზე სხვაგან რომ ესმის ეგ არის ხო კი ბატონო მე მქონდა ერთი პერიოდი რომ ანუ ესეთი გადაწყვეტილება მივიღე რომ მუსიკა დამეყენებინა და მე ის მუსიკა რომ ესმოდა მივხვდი რომ ეს ყველაზე ცუდი იდეა იყო საერთოდ რამოდენიმე წლის წინ წინასწარ იმას ვქერი რომ არ გვიზავდი მაგას ეგრევე ტრაუმული ფლეშბექები ის მუსიკა უნდა დააყენო რომელიც ისედაც არ მომწონს ხო გეზიზღება კი კაი იდეა ხო, ნუ მაღვიძარა ამ შემთხვევაში თუ ეხა რაღაცა გადაჭარბებული ძილიანობით ხასიათდება ადამიანი, მაღვიძარა მნიშვნელოვანი ელემენტი არის, მაგრამ ნუ ისედაც ანუ რო გვაკლია ძილი, ანუ გვიან დავიძინოთ, შესაბამისად ანუ მაღვიძარად გაღვიძება, მე არ ყოფნის ძილი, ხო, ანუ რას, ანუ ბოლომდე იმას ვერ შეცვლის, რომ დილით შენი ბუნებრივი გაღვიძება მაინც ყველაზე, ასე ვთქვათ, სუფთაგონებით გაღვიძება არის ბუნებრივი. კი ბატონო, მაგრამ ისეც ხო ხდება ხოლმე, რომ ჭარბი ძილიანობა არ არის იზოლირებულად ძილისმიერი აშლილობის შედეგი, არამედ შეიძლება იყოს სხვა ფსიქიატრიული დიაგნოზის თანხლები. ხო, იგივე როგორც ანუ ინსომნია, ანუ შემცირებული ძილი, ხო? ანუ ბევრნაირი ინსომნია არსებობს და ბევრნაირი ფსიქიკური აშლილობის ფონზე შეიძლება ის ანუ ხო ერთ-ერთი ცენტრალური სიმპტომი არის ძალიან უამრავ ფსიქიკურ აშლილობაში ხო თითქმის აი ხო მართლა აი ძალიან ბევრი კლინიკური ფსიქიატრიული დიაგნოზია რომელიც ადამიანს აი მყისიერადვე უშლის ხელს ძილში სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება ჭარბი ძილიანობა იყოს და მერე უენერგიობა შეიძლება საერთოდ ვერ იძინებდეს რამოდენიმეჯერ იღვიძებდეს ღამე ადამიანი ან ჩაძინება უჭირდეს ან გაღვიძების მერე ძილის შებრუნება მოკლედ 1000 ვარიაცია არის აი გაღვიძებაზე ჩაძინების დროს გაღვიძებას რახან შევეხედავ ახსენე ეს რამდენად ნორმალური მოვლენა არის ღამის განმავლობაში გაღვიძება და თუ ნორმალურია რამდენი ხნით გაღვიძება იცლება ღამით ნორმალურად ხო ანუ თუ სრულფასოვანი ძილი მაინც ანუ საბოლოო ჯამში შედგება, ღამით გაღვიძება არანაირი პრობლემა არ არის. ნუ ხშირ შემთხვევაში ადამიანი ესე წამოღვიძებები უფრო ახასიათებთ ხოლმე, ისე რომ ანუ თითქოს ანუ მეხსიერება შემორჩენილი არის რომ მე მგონი გავიღვიძე, მაგრამ რაღაცა წამები წუთები ნორმა არის. ან რაღაცა ერთი გაღვიძება, რაღაცა საფარეშოში გასვლის რა ქვია. ხო, მთავარია რომ ეს რაღაცა საათები არ გაგრძელდეს შებრუნების სირთულე არ უნდა მოყვეს ამას. მთავარი ეგ არის. ანუ მალე თუ იბრუნებ ძილს მაგ შემთხვევაში, ხო, ანუ ინსომნია შეიძლება გამითარდეს შუალედური, ხო, ანუ საწყისი ტერმინალური, ანუ ბოლო ინსომნია, როცა ანუ ჩაძინება გიჭირს. მეორე არის შუალედური, რომელიც ანუ გამოღვიძებებით ხასიათდება და ძილის შებრუნების შეუძლებლობით. ტერმინალური არის ისეთი ინსომნია, რომელიც ანუ წყდება ძილი იმ დროს, როცა ანუ წესით არ უნდა გაწყდეს, მაგალითად ეღვიძება ადამიანს ღამის დილის 5 საათზე ან 6 საათზე და ეს ანუ რაღაცა სპეციფიურ დეპრესიებთან არის ხოლმე მაგალითად ძალიან ხშირად, ანუ ესეთი დაკავშირებული. ძალიან კარდინალური სიმპტომი არის, რომელსაც ანუ ხო თუ ხედავთ ხოლმე, ამით დიაგნოზს ვსვავთ ხოლმე რაღაცა გარკვეული ტიპის დეპრესიებს. და ისე ხო ანუ იმის თქმა მინდოდა რომ ძალიან ბევრ აშლილობაში თვითონ დიაგნოსტიკური კრიტერიუმიც არის, ხო, ინსომნია, ჰიპერსომნიაც, მაგრამ უფრო მეტად ინსომნია, გენერალიზებულ შფოთვით აშლილობაში მაგალითად პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობაში, დეპრესიებში, მანიაში და ასე. ხო და ნუ ხშირად ისეც ხდება ხოლმე რომ ადამიანები რომლებიც ჩართული არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ისე აქტიურად სწორედ ამ ძილის სიმპტომებითაც კი შეიძლება ამჩნევდნენ რომ რაღაცა ისე არ არის და მე ექიმთან, ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან მისვლის დროს აღმოაჩინონ რომ სინამდვილეში ანამნეზის აკრეფის შემდგომ აღმოაჩინა რომ შფოთვითი აშლილობა აქვს ან რაიმე სხვა ტიპის გუნება განწყობილების თუ სხვა კლინიკური დიაგნოზები. ნამდვილად ესე არის. ანუ და ანუ ხო ანუ იმის გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად ანუ
მეორადია თუ არა ეს ინსომნია თუ პირველადი. როგორც წესი მეორადია. უფრო ხშირად არა? უფრო ხშირად მეორადია, კი. თუ ფსიქიატრთან მიდის ადამიანი, პირველადი ინსომნიის პრობლემითაც არის მიმართვიანო, მაგრამ მაინც რაღაცა სხვა, ძირითადად შფოთვითი, დეპრესიული აშლილობებით მიმართვიანობა და ამის ფონზე განვითარებული ინსომნია და აქ მნიშვნელოვანია, მაგის გარკვევა, რომ რეალურად ამ საფუძველს თუ მგორნალებ, მე ინსომნიაც სწორდება და ცალკე არ გჭირდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, კი ის რაღაც დამხმარე საშუალებები მედიკამენტები შეიძლება გამოიყენო, მაგრამ ძირითადი პრობლემის მოგვარებით ინსომნიაც სწორდება. კი ბატონო. და აქვე უნდა ვახსენოთ ესეთი ტერმინი ძილის ეფექტიანობა, რაც პრინციპში სახლის პირობებში შესაძლებელია ამის ნაწილობრივ შესრულება, ანუ რა პროცენტი საწოლში წოლის პერიოდიდან რა დროითი პროცენტი გვძინავს. ანუ აი გაღვიძებებზე რო ვლაპარაკობთ, ანუ 80% და ზევით ითვლება, რომ არის ნორმა, თუ თქვენ საწოლში ხართ რაღაცა 10 საათის განმავლობაში და გძინავთ 5 საათი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ძილის ეფექტიანობა არის 50%, რაც არის ძალიან დაბალი, რა. და ესეც ერთ-ერთი კრიტერიუმით შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენ გაქვთ თუ არა პრობლემა და გადაწყვიტოთ მიაკითხოთ თუ არა ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს და ხო და პლუს ის რომ ანუ ჩაძინებას რამდენი ხანი ჭირდება, ხო? ანუ რაღაცა დრომდე, ხო, ანუ რაღაცა 15-20 წუთი შეიძლება მეტნაკლებად ნორმალ ესეთ რაღაცა ზუსტი განსაზღვრება შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ ანუ თუ დიდი ხანი ჭირდება ჩაძინებას, მაგ შემთხვევაში შეიძლება ინსომნიის დიაგნოზი დავსვა. კი ბატონო. და მაგრამ ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ჩვენ თვითონვე ვიცით ჩვენი ჩაძინების შეფერხების მიზეზები რა შეიძლება იყოს, მათ შორის ეს სკროლვა, ეკრანები, ასე შემდეგ, ანუ ხშირად ეგრე არის ხოლმე და ადამიანებს ხო არ უყვართ ამის აღიარება, იმიტომ რომ რაღაცა გამოსავალი კი ნამდვილად, ხო, ანუ ამას აი ფსიქოფიზიოლოგიური ინსომნია, რასაც ქვია, რომ ანუ რეალურად ეს არის ხოლმე ძირითადად ინსომნიის რეჟიმი დარღვეული და რაღაცა განპირობებული ესეთი გარეგანი ფაქტორები, რომელიც ანუ წესით ძილისთვის უნდა იყოს, მაგრამ ძილისთვის არ არის. ანუ ლოგინს ვაქცევთ იმისთვის, რაღაცა აქტივობებისთვის, ჭამისთვის, სკროლვისთვის თუ რა ვიცი. რაც ხანდახან ასევე გასაგებია, ასე ვთქვათ, აი იმ ადამიანებისთვის განსაკუთრებით, ვინც ძალიან ბევრს მუშაობს, ასე ვთქვათ და საკუთარი თავისთვის მოცლის პერიოდი მხოლოდ ღამის განმავლობაში იწყება და ეს პარადოქსული ეფექტი არის ხოლმე ხშირად, რომ ადამიანი გადაღლილია ძალიან, ფიზიკურად, მენტალურად გამოფიტულია, მაგრამ მაინც პროკრასტინაციას აკეთებს, ანუ წელავს იმ დროს, როდესაც მას უნდა ეძინოს, იმიტომ რომ მარტო მაშინ აქვს საკუთარი თავისთვის დრო. ძალიან ხშირად მომისმენია, რომ ანუ რაღაცა ინაზღაურებენ იმ დროს, რომ ანუ რაღაც თავისუფალი დრო არჩება ადამიანზე შესაბამისად, ანუ ძილს აკლებენ იმ დროს, რასაც ნუ სხვაგვარად რაღაც მუშაობას ან სწავლას ვერ მოაკლებენ და შესაბამისად ხო, ანუ გადადება ხდება ხოლმე ძილის და რეჟიმის დარღვევა ამის ფონზე, რომ რაღაც აქტივობით დაკავებული უნდა იყოს. კი ბატონო, და ამასთან დაკავშირებით ერთი კითხვა მაქვს, აი ქრონოტიპს რო ეძახიან ადამიანისას კიდე რა, აი ეს ერთ თარგზე მოჭრილი სამუშაო საათები რამდენად ის არის, რა ქვია, ყველას მიესადაგება რა, იმიტომ რომ აი ეს ქრონოტიპი ხო იმას ნიშნავს, რომ ზოგისთვის ყველაზე კარგი დრო დასაძინებლად არის რაღაცა პირველი საათი და მერე 11-ზე გაღვიძება, ზოგისთვის 10 საათი და 6-ზე გაღვიძება რა და ეს როგორ ლაგდება მოკლედ? ხო, ანუ სულად ლაგდება, იმიტომ რომ მეტნაკლებად, ანუ იმ ადამიანებისთვის განსაკუთრებულად, ვისაც გადაწეული ქრონოტიპი, ანუ ორნაირი ქრონოტიპი არსებობს, ხო? ანუ ერთი წინ გადაწეული და მეორე, ანუ როგორც ეძახ ღამურებს და ჭოტებს რო ეძახიან, ხო? და შესაბამისად, ანუ დილით გაღვიძება უფრო მეტი პრობლემა არის ხოლმე, ვისაც გადაწეული აქვს ეს ქრონოტიპი და რაღაცა 2-3 საათის მერე ეს სავარაუდოდ რაღაცა ტვინის პასუხი არის, რაღაცა აი ამ საიდგებერებზე, რასაც საუბრობდით, რომ ანუ რაღაცა უფრო მეტად დაგვიანებული პასუხი აქვს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და შეიძლება ცოტა გვიან მოხდეს ჩაძინება, ან პირიქით უფრო სენსიტიური არის ამ საიდგებერებზე და შეიძლება უფრო ადრე მოხდეს ჩაძინება. კეთილი. ხო, ანუ ეს ბუნებრივია, რომ ხო, ახლა ყველას ერთ დროს თუ წევს გაღვიძება, ეს ორივე იწვევს რაღაცა პრობლემებს, რა თქმა უნდა, ანუ ახლა ის ადამიანები, ვინც დილის 6-ზე ედგებიან და 9-ზე ეძინებათ, კი, ანუ კარგი მოსწავლეები და შედარებით და კარგი, ასე ვთქვათ, სამსახურშიც ეფექტურები იქნებიან, მაგრამ რაღაცა სოციალურ ინტერაქციას მოაკლდებიან, იმიტომ რომ 9 საათზე მიდიან სახლში დასაძინებლად და რაღაცა მეგობრების წრეში მოიაზრებიან ხოლმე როგორც რაღაცა. კი, ხო. კი, ჩემი გარშემოც
და შენ გარშემოც ალბათ ბევრი გახსენდება. ბევრი არ მახსენდება, მაგრამ რამდენიმე მახსენდება. უფრო გადაწეულები მახსენდებიან. ხო, მეც. მაგრამ ასევე არის ერთი ფენომენი, ანუ ესე lunch time dip თუ რას ეძახიან, აი მაგალითად შუა დღის პერიოდში ჩაყვით რა, აი რო გეძინება. აი აქ რასთან გვაქვს საქმე რა და რის შესაძლებლობადაც ხო, ანუ power naps რო ეძახიან ხო. ხო, და ამ დროს ახლა ვისაც აქვს საშუალება ნეფინგს აკეთებს, ანუ შუა დღის ძილს მიმართავს და ახლა ვინც მუშაობს ყავას სვავს კიდე რომ მაგ დროს თავი გამოიფხიზლოს რა, იმიტომ რომ მაგ დროს აი შენ თქვი მაგ დროს რა ხდება. ხო, ანუ ესეც ძალიან ინდივიდუალურია, ზოგს გამოზდის, ზოგს არ გამოზდის. ანუ შესაბამისად, კი, თუ რაღაც ძილი გაკლია, ეს რაღაცა 10 წუთიანი და არ უნდა გადააცილო, რა თქმა უნდა, რაღაცა 9 საათს და უკვე რაღაცა სრული ძილის ფაზები თუ გაიარე, რემძილი და ასე შემდეგ, მე უკვე გაღვიძებაც ჭირს, მაგრამ ხო, ეფექტური არის, მაგრამ ყველა ადამიანისთვის არა სავარაუდოდ, იმიტომ რომ ზოგის power nap-ის მე ზოგადად ემოციური რეგულაციაც იცვლება ხოლმე ძილის და გაღვიძების დროს და უფრო მეტად სენსიტიურები თუ არიან ხოლმე ამ რაღაცა ემოციური დისრეგულაციის მიმართ ადამიანები, ამიტომ არასტაბილურებს მაგალითად power nap-ი ცუდი იდეა არის, იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაც ცუდ ხასიათზე გაიღვიძონ და რაღაც უფრო და შეიძლება ხელი შეუშველოს მე ღამე ჩაძინებას. ხო, იდეაში იდეა ეგ არის, რომ არ უნდა შეუშალოს ხელი 10 წუთიანი, მაგიტომ უნდა იყოს. ახლა თუ გახანგრძლივდა და 9 საათს გადაცდა და 1 და 2 საათი გახდა, ეს ფენომენი რო რა გეძინება შუა დღის დროს, აი lunch time dips. აი ეგეც ალბათ აი კორტიზოლის პიკური და მე ჩამოსვლის მომენტიც არის. მე როგორც წავიკითხე, რომელიც აი ეს მაგიტო ხდება, ესე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანს სრულიად გამოიძინოს ღამის განმავლობაში, თავს გამოძინებულად გრძნობდეს. აი lunch time dips რასაც ეძახიან, მაინც აქვს, იმიტომ რომ კორტიზოლი ქვევით ჩამოდის და კიდე სხვა ნივთიერები პლუს ამას ემატება აი ეს lunch-ის ჩვენთან ქართული შესატყვისი არც ვიცი ლანჩის რა ლანჩის საკვების მიღება რომელიც ნახშირწყლების ხარჯზე თუ ნახშირწყლები დიდარი არის ეს საკვები კიდევ დამატებით ხა აღარ ჩაუყვები მექანიზმებს რატო იწვევს მოდუნებას და მივარდნილობას და ძილიანობის ეფექტი აქვს და მოკლედ და ამის დასარეგულირებლად კიდევ ვისაც არ შეუძლია რომ ეს power napping-ი გააკეთოს და 10 წუთი ჩაიძინოს ყავას ვამხ ხოლმე რომელზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ მაგრამ ცოტა მოგვიანებით ერთი კითხვაც სანამ უშუალოდ ძილის ფიზიოლოგიაზე გადავალთ აი ასაკიან პაციენტები არა ადამიანებში ხშირად ხდება უფრო ნაკლების ძინავთ ხოლმე ასაკიან პაციენტებს შედარებით ახალგაზრდა ასაკთან შედარებით რატო ხდება ეს ანუ აი თუ რამე სხვა რაღაცასთან არის ფიზიოლოგიურია მოკლედ ეს ამბავი თუ რაღაც სხვა მიზეზებით არის ხო ანუ ეს ზუსტი მექანიზმი არ ვიცი რომ არ მოგატყვა მაგრამ ანუ ზოგადად ანუ შეიმჩნევა რაღაც ღრმაძილის ფაზების ამოვარდნა უფრო ხანში შედის ადამიანი. და ანუ ესეთი თეორიაც არსებობს, რომ ეს რაღაც კოგნიტური დაქვეითება, რომელიც მოხუცებულობის პერიოდში ხდება, რეალურად აქედან გამომდინარეობს, რომ ღრმაძილის ფაზები, რომელიც ანუ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაღაც მეხსიერების კონსოლიდაცია მოხდეს და ამაზე აგებს პასუხს ეგ ვარდება. აქედან ანუ ინაზღაურებენ ეს ადამიანები, რომ ძირითადად დღის განმავლობაში თვლემენ ხოლმე. და ანუ შესაბამისად მაინც ანუ ეს რაღაც კოგნიტური დაქვეითება გარდაუვალი არის ანუ რასაც აქ შედის ადამიანი ანუ ზოგადად ძილი ძალიან ცვალებადი არის ხო ბავშვობაში უფრო მეტად რაღაცა რემ ძილი უფრო ხშირია და ეს რაღაცა სხვადასხვა ფაზები შედარებით ნაკლებად გამოხატული მე იცვლება რაღაც გარდატეხის პერიოდში და გარდატეხის პერიოდში არის რაც ვახსენეთ ეს გადაწეული ძილის ფაზა მაგალითად ხშირად შეიმჩნევა ხოლმე და მე ანუ მოხუცებულობის პერიოდს ანუ ასაკში რო შევდივართ ადამიანები მან უკვე ღრმაძილის ფაზები იკლებს და ხომ ძირითადად პირველი მეორე ფაზა კი და ასევე ასაკიან ადამიანებში გავრცელებული არის ასე ვთქვათ ქართულად როგორ არის pineal gland ანუ გირჩისებრი ჯირკვლის კალციფიკაცია ხო ჯალღუზისებრი და ჯალღუზი რას ნიშნავს ჯალღუზი არც მე არ ვიცი ჯალღუზისებრი მე შემხვდა მაგრამ ეს pineal gland იმიტომ ქვია რომ ხო ფაინ გირჩის იმას ყავს რა მაგის კალციფიკაცია ხდება ეს არის ერთადერთი ადგილი ჩვენს თავისთვის საიდანაც მელატონინი გამოიყოფა და ამის კალციფიკაცია რო ხდება მგრძნობელობა სინათლის მიმართ ნაკლებია მელატონინი ნაკლები გამოიყოფა და ამიტომაც ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ასაკიან ადამიანებში უფრო ხანმოკლე შეიძლება იყოს ძილი
არ ვიცი. რაც არ ვიცი, რამდენად ესეთი როლი შეიძლება მაგან ითამაშოს, რომ ანუ რეალურად ყველა ძილის, ანუ მთელი ძილის ფაზაში პრობლემა არის, ანუ მელატონინი მაინც რომ კი ესე რომ რამდენად ინარჩუნებს, ხო მელატონინი ანუ ჩაძინებას ხელს უწყობს და ძილის შენარჩუნებას რაღაც მხრივ, მაგრამ ნუ მაინც ეს ფაზები ანუ REM ძილში და ხო, ანუ მისგან დამოუკიდებელია მაინც სავარაუდოდ, ანუ ესე კეთილი. სიმგონია. აი რამოდენიმეჯერ ვახსენეთ ეს ღრმა ძილი, REM ძილი, მოდი განვმარტოთ ეს ძილის პერიოდი რა ფაზებისგან, ეტაპებისგან, სტადიებისგან თუ როგორც ხდება კლასიფიკაცია, როგორ არა ერთგვაროვანია, ანუ ძილის პროცესი, ანუ რაღაცა აქტიურობა იცვლება ძალიან დრამატულად თან ძილის პერიოდში, შედგება ფაზებისგან, ძირითადად ანუ ორ ფაზად გამოყოფენ non-REM-ის და REM-ის. ხო. და RRM-ის ფაზას აქვს კიდე რამოდენიმე ფაზა, ანუ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. პირველი უფრო სიფხიზლესთან მიახლოებულია, მეოთხე ყველაზე ღრმა ძილი არის. REM ძილი, ანუ ხო რატო ქვია, rapid eye movement ძილი ქვია, იმიტომ რომ ანუ ხო სწრაფი თვალების მოძრაობა ხდება და სხვა სხეულის, დიაფრაგმას თუ არ ჩავთვლით, რომ ისინი თქოს ადამიანმა, სხვა ყველა კუნთი დადამლავებული უნდა იყოს. ნებითი კუნთები არის პარალიზებული, ხო ამას თავისი მექანიზმი აქვს REM ძილში, გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რომელიც ანუ აქვეითებს მოძრაობის აქტივობას სრულად. და ანუ RRM-ის დროს ხო თუ რაც უფრო ღრმა არის ძილი, თუ უფრო რაღაცა აქტივობა იკლებს, მაგრამ ანუ RRM-ის დროს ძალიან ხშირი არის მაინც ფიზიკური აქტივობა შეიძლება არსებობდეს და ნორმალური არის. REM-ს ფაზით. RRM-ში არ უნდა არსებობდეს ფიზიკური აქტივობა არანაირი, მხოლოდ თვალების მოძრაობა. ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ ეს სიზმრების დიდ ნაწილს ხო REM ფაზაში ხედავთ ჩვენ და შენ რომ მაგ დროს მოძრაობა შეგეძლოს, სიზმარს რო ხედავ, შეიძლება ადგე და გადახდე ფანჯრიდან. და არსებობს ეგეთი დარღვევა, ანუ REM ძილის ქცევითი დარღვევა, როცა ანუ ფიზიკური აქტივობა შეიმჩნევა REM ძილის დროს, რაც ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ განასხვავო ძილის სხვა ფაზების დროს ფიზიკური აქტივობისგან, იმიტომ რომ RRM ძილის დროს ფიზიკური აქტივობა ეგეთი პათოლოგია არ არის, როგორც REM ძილის ფიზიკური აქტივობა. REM ძილის ფიზიკური აქტივობა საკმაოდ საშიში ფენომენია, იმ მხრივ რომ სახიფათოა უშუალოდ უძღვის პარკინსონიზმს. უხშირესად, ანუ პარკინსონული დაავადების, ანუ ასე ვთქვათ, წინამდგომარეობა არის და უფრო გვიან ასაკში ვითარდება ხოლმე, ანუ ის ბევრად უფრო ხშირი არის ბავშვებში, რაც ანუ აქტივობა სომნაბულიზმსაც ვეძახით, მაგალითად, non-REM-ის აქტივობა, ხო, თვარეულობა, ძილში სიარული და ასე. და ისედაც ანუ ხო მოძრაობა შენარჩუნებული არის RRM ძილის დროს, რომელიც ანუ მთლად შეიძლება არ მიდიოდეს რაღაც სომნაბულიზმამდე, მაგრამ ნუ რაღაცა ძილში ბოდვა მაგალითად და ასე შემდეგ. non-REM ძილის დროს თუ ბოდავს ადამიანს და თუ საუბრობს და ასე შემდეგ, ეს უკვე უფრო მძიმე პათოლოგიებთან არის კავშირში. და ანუ რეალურად REM ძილის დროს ანუ ძალიან უახლოვდება ტვინის აქტივობა სიფხიზლეს, ანუ ძალიან გავს, ანუ ალფა, ბეტა ტალღების მსგავსი არა და რეალურად გაქცეული აქტივობა. ხო, პარალიზებული, ანუ ხო ესე ყოფენ ხოლმე, ანუ პირობითად რომ სხეული აქტიურია და ტვინი გათიშული RRM-ის დროს, REM-ის დროს კიდე სხეული გათიშული, ტვინი აქტიური. კეთილი. და აი თითოეულს აი რა ფუნქცია აქვს და მათი განაწილება როგორ გამოიყურება ღამის განმავლობაში. ანუ თუ გვაქვს რაღაცა REM ძილის კონცენტრაცია ძილის პირველ ნახევარში, ან პირიქით ღრმა ძილის კონცენტრაცია, აი როგორ არის განაწილებული და რომელს რა ფუნქცია აქვს, ესე ვთქვათ, ორი ორგანიზმისთვის ესე კლიანობაში. ხო, ანუ REM ძილის ფუნქცია ალბათ უფრო ნაკლებად ცხადია, ვიდრე RRM ძილის ფუნქცია, იმიტომ რომ RRM ძილში რაღაც ისეთი ტიპის აქტივობები არის, რომელიც ანუ ზუსტად ვიცით, რომ მაგალითად მეხსიერების კონსოლიდაციისთვის არის რაღაცა ისეთი ელექტრული აქტივობა, რომელიც ანუ ნელდება ზოგადად ელექტრული აქტივობა და ბევრად განსხვავებული არის სიფხიზლისგან. REM ძილში ხო, ანუ ორივე შემთხვევაში აღდგენითი პროცესი არის, ხო, ანუ ამაზე ხო, ნუ რა თქმა უნდა ესე არის რომ გამათი არ შეიძლება, მაგრამ ნუ ხო, ანუ სხვა ნეიროტრანსმიტერები განსაზღვრავს ორივე ტიპის ძილს, მაგალითად აცეტილქოლინი ძალიან მნიშვნელოვანი არის REM ძილის დროს, სხვა შორის სიზმრების გამოწვევა არის შესაძლებელი აცეტილქოლინის ესეთი ნივთიერების მიღებით, რომელიც ანუ ხო აი დემენციისთვის რო გამოიყენება, მაგალითად აცეტილქოლინის ესტერაზას ინჰიბიტორები, ამით შეიძლება რომ გაიაქტიურო უფრო
ინტენსიური სიზმრები დაისიზმრო და სხვადასხვა იყიდება კიდე ესეთი აბები, რომელიც ჩვეულებრივად იყიდება როგორც dream pills, ასე ქვია. გვერდითი მოვლენები არა. კი, აქვს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ხო ადამიანები, ვინც ხო ცოტა რაღაცა ინტენსიურად, კოშმარების დროს რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ცუდი იდეა არის, მაგრამ ხო არსებობენ ადამიანები, რომლებიც სურთ ხოლმე რაღაცა სიზმრების მართვა დაიწყო, ხო? ასეთი lucid dreaming. ხო, lucid dreaming არის ფენომენი, როცა აცნობიერებ, რომ სიზმარში ხარ, მაგრამ კიდე უფრო შორს წასული რაღაცა სკილი არის, რომ მართავ ხო სიზმარს. რაც არსებობს რეალურად. ხო, კი, ნამდვილად არსებობს. და თავის ტექნიკები აქვს, რომ გამოიწვიო და რაღაცნაირად დახვეწო ეს ტექნიკები და მიაღწიო ამას. ანუ ის კომენტა რომ რეალურად ხო ეს ორი ძილი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და განსხვავდება იმითაც, რომ ანუ დასაწყისში ბევრად უფრო დიდი ადგილი უჭირავს RRM ძილს და ბოლოსკენ უფრო ხანგრძლივი ხდება და ეს გადასვლაც RRM-დან REM-ში არ არის რაღაც ესეთი საფეხურებრივი და სწრაფი, ანუ რაღაცა ნელ-ნელა ხდება შემოჭრა REM ძილის რაღაცა ელემენტების RRM-ში და პირიქითაც. კეთილი. აი რამდენიმე ესე ამას პარასომნიული აშლილობა ვახსენეთ, მათ შორის ერთ-ერთი არის ეს sleepwalking-ს რა გამიციარულს, რასაც ეძახიან. აი ეს ამის მიზეზი ხო რა არის? ხო, ანუ სომნაბულიზმი არის რეალურად ფენომენი, როცა RRM ძილის დროს, ყველა ვარიანტში სომნაბულიზმი REM ძილის დროს არ არსებობს, სხეულის ზედმეტი აქტივობა შეიმჩნევა, ანუ არ არის სხეული ბოლომდე მოსვენებულ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში ადამიანს ანუ ძალიან მარტივია რომ განასხვავო რომელი REM ძილის თუ RRM ძილის დროს არის პათოლოგია, იმით რომ ანუ ადამიანს თუ აღვიძებ RRM ძილის დროს გამოღვიძების დროს ცნობიერება ბოლომდე არა აქ, ანუ ვერ ფხიზლდება. მაინც აბნეულია და თუ REM ძილის დროს გაიღვიძა, მაგ შემთხვევაში ბოლომდე ფხიზლდება და ყველაფერი ახსოვს. ანუ შენარჩუნებულია რაღაც ავტომატური მოქმედებების შესრულების ფუნქციები ამ სომნაბულიზმის დროს და ხო ნუ ადამიანები ასრულებენ საკმაოდ ესეთ რთულ ფუნქციებს, რომ გადაადგილდებიან, კარს აღებენ, მანქანაში ძდებიან და რა ვიცი, ჭამენ და ასე შემდეგ, რომელიც ანუ ხო ფრაგმენტული ეს არის, რა ქვია, რაღაცა მეხსიერება შემორჩენილია ბოლომდე არა შეიძლება სრულიად ამნეზირებული იყოს ეს მომენტი და ბევრად უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში და რეალურად ანუ ხო ძალიან რთული არის ამის ესე მართვა და მკურნალობა და ხშირ არც ჭირდება მკურნალობა თუ რაღაც ესეთ რისკებთან არის დაკავშირებული, რომ რაღაცა დაიზიანოს ადამიანმა და ძირითადად რაღაც ესეთი ინტერვენციები ხორციელდება ხო რაღაცა ფანჯრების ჩაკეტვა თუ არ გადახდეს ადამიანი და რაღაც გამოგვიძების არის, რა ქვია, გავრცელებული ის არის მითია თუ არა არის გადავამოწმებ, რომ ამ დროს ადამიანის გაღვიძება არ შეიძლება თუ რაღაცა და ეგ ხო არა, ანუ შეიძლება ანუ რაღაცა აიგზნოს ადამიანი ამ დროს და ხო ბრძოლა დაგიწყოს. ანუ ბევრად უმჯობესი არის რომ ბოლომდე არ ეღვიძება REM ძილის, რომ მაინც აბნეული არის, საბოლოოდ მაინც გაიღვიძება თუ რაღაცა მეტ სტიმულს მისცემ, მაგრამ რთულია გაღვიძება. არ არის REM ძილში იმასთან შედარებით ვიდრე REM ძილში. ხო, იმიტომ რომ ღრმა ძილი ქვია. იმიტომ რომ ღრმა ძილი ქვია, ხო. ხო. და ანუ ის არის, ანუ მიზეზი რა ნელ-ნელა დაუბრუნო ძილს. ანუ რაღაცა დახმარებით მშვიდად ესაუბრო, იმიტომ რომ ანუ რაღაცა და შეიძლება ამას კონდეს ქრონიკული ხასიათი, ხო, თან მათ შორის თუ არ თუ უხშირესად ეს ერთეულოვანი არის. არა, ანუ ეს ტენდენცია ხო ადამიანებს ახასიათებს მეტად არის მიდრეკილი, ანუ როგორც ვახსენე რომ ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება, მაგრამ მოზრდილებშიც არის და არიან ადამიანები ისე არის, გახანგრძლივებულად არის ხოლმე როგორც წესი. ხო, სიხშირე, კი, ხო, ზოგადად ადამიანს ახასიათებს უფრო ხშირად და ხო, შეიძლება ყოველ ღამეს. არიან ადამიანები, ესეთ ჩივილით მოსულა, რომ ხო, ანუ და რეალურად რაღაცა საშიშ, ანუ ქცევამდეც ანუ ძალიან დიდი რისკების ქვეშაც არის, ხო. კეთილი და აი ის თუ არის მაგის რაღაცნაირი ძალიან მინიმალისტური ვერსია, აი ღამის განმავლობაში აი თვითკრთომა და შეხტომა და ეს ჰიპნაგოგური ჯერქს რო ეს ასე ანუ იმას სხვა ფენომენი არის, ხო, ეგ ფენომენი ანუ ესე ღრმა ძილის ფაზებში არ გვხვდება, ეგ феноմენი არის ძილის საწყის სტადიებში, ანუ სანამ ბოლომდე ძილში არ ხარ გადასული, ძილბურანში ასე ვთქვათ და ძირითადად ანუ თუ დააკვირდები, ეგ ხდება ხოლმე იმ დროს როცა რაღაცა ძილის დეპრივაცია აქვს ადამიანს და სწრაფად ხდება ძილში გადასვლა, ან ზედმეტ გადაღლის დროს, ან რაღაცა გამოუძინებლობის დროს, როცა ეს
იძინებ სიმპათიკური სისტემიდან პარასიმპათიკური სისტემაში გადასვლა. ხო, სწრაფი გადასვლა თუ ხდება, ძილის, სიფხიზლიდან ძილში მაგ შემთხვევაში და ძალიან საინტერესო ახსნა აქ, თუ გსმენია რა ახსნა აქ ამ იმას, რომ შეკრთომა რატო ხდება, რეალურად ეს რაღაცა შემორჩენილი არის ევოლუციურად, ესეთი თეორია არსებობს, რომ პრიმატებში უცბად არ უნდა ჩაგზინებოდა. ხო. დროსაში იყო ხო, რაღაც ხეზე ისეთ ადგილას ჩაგზინებოდა, რომ ჩამოვარდნილიყავი და ეს ტვინის რაღაცა დასვის მექანიზმი არის, რომ უცბად წამოგახტუნოს, რომ კარგად მოთავსდი, ხო, რეალურად გაცნობიერებულად დაიძინოს ლოგინში და არ გჭირდება საერთოდ ეს რაღაცა ტვინის წამოხტუნება. ანუ ტვინი გეუბნებოდა, რომ გაცნობიერებულად დაიძინე და არა შემთხვევით უცებ რა. უცბად ხო არ დაგზინებოდა საადმე ისეთ ადგილას, სადაც საფრთხე შემცველი. ანუ ნათელი ფენომენია. მას არ გჭირდება არაფერში და ძალიან შემაძუხებელია ხოლმე. კეთილი. ხო, ნამდვილად გამომიცდია ჩემ თავზე მათ შორის. რაც შეეხება ძილის პარალიზს. ესეც გამომიცდია. საბედნიეროდ რაღაცა 3-4 ჯერ სულ ალბათ რა. მე ჩემ გამოცდილებას არ პირველი იქნებოდა ალბათ ყველაზე შემაძუხებელი. პირველი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა იყო და ხა მეორეს უკვე მზად დავხვდი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია მაგას მზად დავხვდე იმდენად ისე ვთქვათ ტრაგიკული განცდა თუ რაღაცა ისეთი განცდა არის. რომ ფაქტობრივად თვალები გახელილი გაქვს, ხა ჩემ შემთხვევაში თან საერთოდ ვერ ამოძრავებ, გგონია რომ ვერ სუნთქავ და სხეული თუ არ გაამოძრავე, გგონია რომ მოკვდები რა, ეგეთი განცდა იყო ჩემ შემთხვევაში. მაგრამ ზოგადად რა ფენომენს თან გვაქვს? ხო, რასაც ვსაუბრობდი, რომ ესეთი რაღაც უეცარი გადასვლა არ ხდება ხოლმე რაღაც ფაზებს შორის და არც სიფხიზლიდან ძილში და არც ძილიდან სიფხიზლეში, ხო? შეიძლება რაღაცა პროცესები შეიჭრას ერთი მეორეში, მაგრამ ამ შემთხვევაში ხდება რემძილის პროცესების შეჭრა სიფხიზლეში. ის ფუნქცია, რომ სხეული დადამლავებულია, პარალიზებულია, ეს გრძელდება იმაზე მეტხანს, ვიდრე ადამიანს, ძინავს. უფრო გახანგრძლივებულად პარალიზდება სხეული და ადამიანი იღვიძებს ამ დროს. და რომ იღვიძებს, რემძილიდან გადმოსვლის რაღაცა ელემენტები რჩება, როგორც არის, რეალურად ჰალუცინაციებია, ხო, სიზმრები. ხო. ამის გამო, ხო, ბოლომდე გამოფხიზლებული არ არის ადამიანი, მაგრამ მაინც ჰალუცინაციები აქვს, არა მარტო მხედველობითი ყველანაირი ჰალუცინაცია შეიძლება იყოს, არის ესეთი შეგრძნება, ხო, რომ იმის გამო რომ ვერ სუნთქავს ადამიანი, ხშირ შემთხვევაში ესეთ რაღაცას განიცდია, რომ ვიღაცა ზემოდან გაწვება, ზუსტად, კი. და ხშირ შემთხვევაში პლუს ამას ემატება ხოლმე შფოთვა და პანიკური შეტევა. რა თქმა უნდა. რაც კიდე უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ ეს რაღაცა ისუნთქო და შეუძლებლობა რაღაცა ჰაერის უკმარისობა და ესეთი განცდები არსებობს და ხო, შემაშინებელი არის საკმაოდ, მაგრამ ესე როგორც ხო, ეგეთი პათოლოგია არ არის, ხო, როგორც რეალურად ესეთ ცალკე დიაგნოზიც არ არსებობს, ხო, ძილის პარალიზი რაღაცა კი ძილის დარღვევის თამდევია ხშირი და სტრესის დროს მაგალითად ძალიან ხშირი არის ძილის დარღვევა, ძილის პარალიზი, ასევე ნარკოლეპსიაში. ნარკოლეპსიაშიც ძალიან ხშირად ხდება, რეალურად ეგ არის, რემძილის დარღვევა არის ნარკოლეპსია, შეტევა ხდება ხოლმე რემძილის და უცბად პარალიზდება სხეული, მაგიტომ არის რომ ეცემიან და უცბად გადადიან ხოლმე ძილში. და ძილის პარალიზებიც, არა მხოლოდ ამ შეტევების დროს, ისედაც, ღამე როცა იძინებენ ეს ადამიანები, ძილის პარალიზი ბევრად უფრო ხშირად აქვს, ვიდრე რაღაც ჭამთა პოპულაციას. გასაგებია. ხო, და ალბათ ბევრ ადამიანს რო გონია, რომ ღამე ხილვა ჰქონდა ან რაღაცა გამოეცხადა სინამდვილეში, ხო. გვაქვს საქმე. რაც შეეხება ღამის კოშმარებს და ღამის ტერორებს, რასაც ვეძახით, ეს შეიძლება იყოს რაღაცა სტრესული პერიოდის დროს რაღაცა ერთეული შემთხვევები და გაიაროს, მაგრამ შეიძლება იყოს უფრო მძიმე დიაგნოზის ერთ-ერთი გამოვლინება, რაც არის მაგალითად პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ხო, როდესაც ადამიანს აქვს ღამის კოშმარები და იმდენად ძლიერი, რომ მას შემდეგ უჭირს ძილის ეშინია, ფობიაც კი აქვს ძილის, იმიტომ რომ ისეთი ცხადი და საშინელი სიზმრები ესიზმრება, რომ დაძინებაც არ უნდა და მე ეს კოშმარები აღვიძებს და უკან ვეღარ იბრუნებს, ან არ იბრუნებს ძილს. ამის მიზეზები რა შეიძლება იყოს კოშმარების და თუ აქ რეალურად მკურნალობის, ამის რამის მკურნალობის საშუალებები. ხო, ესე
ან გამკლავების. პირველადი დიაგნოზიც არსებობს, კოშმარული აშლილობა, ასე ვთქვათ, და შეიძლება ეს ხდებოდეს, ერთი აშლილობა არის ფსიქიკური, სადაც ესეთი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი არის ღამის კოშმარები, პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა. განსხვავება არ არის რთული რეალურად, რისი ნაწილი არის ეს კოშმარები. პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის დროს კოშმარები ყველა ვარიანტში აი ტრაუმული გამოცდილების შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს და ამიტომ ეს კოშმარები რაღაცა მეორდება შინაარსი ხშირ შემთხვევაში და თუ რაღაც პირველადი კოშმარული აშლილობა არის, რომელიც ძილის დარღვევაში შედის, ამ შემთხვევაში კოშმარები სხვადასხვა გვარია. ხო, სხვადასხვა შინაარსის არის, მაგრამ უბრალოდ ხშირად მეორდება და რაღაც ფუნქციონირების მოშლას იწვევს. ესე იზოლირებული კოშმარებიც არ არის, რა თქმა უნდა, აშლილობა, რაც მაგალითად ბავშვობაში ბევრად უფრო ხშირია ისევ კოშმარები, ვიდრე ზრდასრულ ასაკში, მაგრამ ხო, ზრდასრულ ასაკში კოშმარული აშლილობა თავისუფლად შეიძლება და ამის გამო ხო მე ინსომნია, იმიტომ რომ ადამიანს არ ქონდეს სურვილი რომ დაიძინოს, ხო? და რაც შეეხება არსებობს ერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ხოლმე აი პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის დროს კოშმარებისთვის, რომელიც არ გვაქვს საქართველოში. საქართველოში არის ესეთი ხო წნევის დამწევი მედიკამენტი, რომელსაც ცენტრალური მოქმედებაც აქვს და კოშმარული სიზმრების შემცირებას იწვევს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი მედიკამენტი არის ფსიქიატრიაში, რომელიც გამოიყენება, რაც პირიქით ააქტიურებს სიზმრებს. და მათი დანიშვნა ძალიან სიფრთხილით უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ადამიანი ხომ გამოკითხო რეალურად კოშმარული სიზმრები აქვს თუ არა. თუ ნიშნავ რაღაც გარკვეულ პრეპარატებს, იმიტომ რომ შეიძლება გაუაქტიუროს და პირიქით ხო რეალურად ძილისთვის ნიშნავ ამ პრეპარატებს შეიძლება, მაგრამ საძილეთ, მაგრამ პირიქით შეუშალოს ხელი ძილში, იმიტომ რომ აღარ და 1-2 ხო, მელატონინზე სხვადასხვა მელატონინზეც აღწერენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ სიზმრებს ააქტიურებს. ხო, იმიტომ რომ ძილის მეორე ნახევარში შეიძლება დათრგუნოს ენდოგენური გამომუშავება, შინაგანი და ამიტომ ძილის მეორე ნახევარი უფრო ფხიზელი გქონდეს ვიდრე პირველი და უფრო ცხადად ხედავდა იმ სიზმრებს. კაი, გადავიდეთ ძილთან დაკავშირებულ სუნთქვით აშლილობებზე. ხო, ბოდიში მეორე ტერორებიც ახსენე, ტერორებსაც ხო ვისაუბრებ, იმიტომ რომ ხო ძალიან მნიშვნელოვანი ერევათ ხოლმე, ხანდახან ტერორს ეძახიან ხოლმე კოშმარებს. ტერორი არის არ არის ემძილში ხდება ეს აშლილობა, კოშმარი ყველა ვარიანტში რემძილში ბუნებრივია, იმიტომ რომ სიზმარი გვესიზრება რემძილში. რაღაცა ფრაგმენტულად რაღაცა გვაქვს, რა თქმა უნდა, სიზმრებივით არ არის რემძილშიც, მაგრამ ძირითადად თვინი ცოტა წყნარად არის, ხო, არ არის რემძილში და ამ დროს უბრალოდ ძირითადად ტერორები ხდება ძილის პირველ რამოდენიმე საათში, იმიტომ რომ უფრო ინტენსიური არის ეს ღრმა ძილის ფაზები მაგ პერიოდში, კოშმარები უფრო გვიან ხდება, ხო. ტერორი იმით განსხვავდება კოშმარისგან, რომ აქ სიზმრის გამო არ იღვიძებს ადამიანს, არის ფაქტიურად შეიძლება დაახასიათო ესე, რომ პანიკური შეტევა არის ძილის დროს. და ეღვიძება რაღაცა გააქტიურებული სიმპათიკური ნერვული სისტემის სიმპტომებით, რაღაც ფიზიკური სიმპტომებით, გულის აჩქარებით, სუნთქვის უკმარისობით, შიშით, პანიკით, ტერორით, მაგიტომ ქვია ძილის ტერორი და გარჩევა სხვა ადამიანისთვის შედარებით მარტივი უნდა იყოს, რომ რომელი არის, შეიძლება თვითონ ვერ მიხვდეს, რომელ ძილში გქონდა, მაგრამ თუ ფხიზლდება ბოლომდე რემძილში დარღვევა არის, თუ ცოტა აბნეული არის, შესაბამისად არ არის რემძილში. კეთილი. ტერორიდან ბოლომდე ესე ვერ ფხიზლებიან ხოლმე და მე შეიძლება და მარტივად იბრუნებენ ძილს და კოშმარიდან შეიძლება ძილის შებრუნება ესე ვერ მოხდეს მარტივად. გასაგები. კეთილი, მინდა გადავიდეთ ძილთან დაკავშირებულ სუნთქვით აშლილობებზე. პირველ რიგში შეკითხვა მექნებოდა ხრინვაზე და აპნოეზე. ანუ ეს არის ერთი და იგივე ფენომენი, ორი სხვადასხვა ფენომენი თუ რასთან გვაქვს საქმე ხრინვასთან და არის თუ არა ხრინვა ნორმა და რა არის ძილის აპნოე. ხო, განსხვავებული ფენომენები არის ბუნებრივია, უბრალოდ ხო, ხშირ შემთხვევაში ძილის აპნოეს ახლავს ხრინვა. და ეს ხრინვა უნდა იყოს ინტენსიური, თუ გვაძლევს ძილის აპნოეს. ეს აპნოე ორნაირია, ერთი არის ცენტრალური და ერთი არის ობსტრუქციული. ხო, ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს უფრო ხშირი არის ხოლმე ხრინვა, ამ დროს ზედა სათვალთვალო გზების შევიწროება ხდება.
და ჭარბწონიან შემთხვევაში უკავშირდება ჭარბწონიანობას, ხო, კი ბატონო და ეს ერთ-ერთი მართვის მეთოდი არის, რომ წონაში კლება ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანებისთვის. როდესაც იკეტება ზედასასუნთქი სუნთქვას წვეთს, ანუ ამ ფენომენს ქვია აპნოე. ხრინვა თან ახლავს უბრალოდ ამ მდგომარეობას, ხრინვა თვითონ არ არის აუცილებელი რომ აპნოეს გამომწვევი იყოს. შეიძლება იყოს სხვა პრობლემების გამომწვევი, რომ შენ პარტნიორს არ აძინებდე მაგალითად და ხო. სხვებისთვის არის შემაწუხებელი, თორე ანუ აპნოე თვითონ ანუ რეალურად აპნოეც ვერაცნობიერებენ ხშირად ადამიანები, რომ აპნოე აი როგორ უნდა მიხვდე, რომ ჭარბწონიანი თუ ხარ, თუ გეუბნებიან რომ ძალიან ხრინავ და თუ დღის განმავლობაში ძილიანობა გაქვს, დიდი ალბათობით აპნოე გაქვს და მე ანუ შეგიძლია გაიგეთო პოლისომნოგრაფია და იქ გამოჩნდება, რომ რეალურად ანუ ძალიან ხშირად იღვიძებს ადამიანს, ბოლომდე არ იღვიძებს, მაგრამ ანუ ღრმა ძილში ვერ გადადის, ანუ ისეთ ძილში ვერ გადადის, სადაც იმდენად მოდუნებულია კუნთები, რომ ანუ ბილისასა ქვემოთ იწევს და შესაბამისად ვიწროვდება ეს. ხო. სასუნთქი გზები და აქედან გამომდინარე სუნთქვა ჩერდება და სუნთქვა ხანდახან ძალიან შემაშფოთებლად ჩერდება ხოლმე, რა ვიცი, რამოდენიმე ერთი წუთი და ლურჯდებიან ადამიანები და ხო, ანუ რეალურად ძალიან დიდი პრობლემაა. პაუზა და მე უცებ ჩასუნთქვის ხმას რო იგებ ხრივის. და ამ დროს ანუ აი წამოღვიძება ხდება ხოლმე და შესაბამისად ანუ ძილიანობა დღის განმავლობაში, იმიტომ რომ სრულფასოვანი ძილი არ აქვს ადამიანს და ანუ უამრავი ფიზიკური პრობლემის გამომწვევი არის, იმიტომ რომ რეალურად იმდენი ხანი კეტავენ სუნთქვას ეს ადამიანები, რომ აციდოზი ვითარდება, ხო? ლურჯდება. კი ბატონო. და ნუ ამისი კურნა ერთი თქვით რომ ჭარბწონიანი თუ არის პაციენტი რაღაცა წონის კლებისკენ მიმართავთ პირველ რიგში ეგ არის, მაგრამ სიტყვაზე ეგ არ არის პრობლემა და აპნოე აქვს პაციენტს. ამ შემთხვევაში ერთი მაინტერესებს რომ რა არის ახლა კლასიკური თერაპიული ჩარევა და მეორე თუ აქვს რაიმე ეფექტი აი ამ დამარკეტებულ პროდუქტებს, რაღაცა ცხვირზე პლასტირებს და ასე შემდეგ და იმის კაპების გაკეთებას და ასე შემდეგ. ხო, შეიძლება კონდეს აი ცხვირზე პლასტირი, ცოტა რაღაცა ჯადოს გაგიფართოს, არ ვიცი, მაგნიტებით და რაღაც. ხო, არ ვიცი. ცოტა რაღაცა ესე ჯადოს ნორმალწყვეტილობად მეჩვენება. ხო. არა მარტო გაფართო რაღაცა ისეთების არსებობს, მე მგონი რომ რაღაცა ნივთიერებებს შეიცავენ მენთოლს ან რაღაცა მსგავს და გიფართოვენ, არ ვიცი. ხო. ეფექტური არის სიპაპი ნამდვილად, მაგრამ ნუ ცოტა რთულია მიჩვევა და მორგება და ასე შემდეგ და სიპაპი არის როც გავმართოთ. ხო, სიპაპი არის, ანუ აპარატი, რომელიც ანუ რაღაცა წნევას ქმნის ნიღბით და სუნთქვას ხელს უწყობს და რაღაცა ისე წნევას ქმნის, რომელიც ანუ ამ შევიწროებულ ზედასასუნთქგზებს მაინც ატარებს ჰაერს, ხო კი ბატონო და ბევრად სრულფასოვანი ძილი აქვს ამ ადამიანებს სიპაპის ფონზე და შესაბამისად ანუ დღის განმავლობაში დაღლა და კოგნიტური ფუნქციონირებაც ბევრად უფრო მაღალია. ხო, ანუ ბევრი რისკები შემცველია, ანუ მართლა ისეთი მდგომარეობა ეს ობსტრუქციული აპნეა, რომ ხო, ანუ საშიში მაგალითად ანუ ძალიან იზრდება ავტოავარიების სიხშირე, ხო, იმიტომ რომ აი ტრასაზე ადამიანს შეიძლება უცოდ ჩათვლიმოს და ხო, ცოტა დამთავრდეს ეს ყველაფერი. და ამიტომ ხო, სიპაპის ხო, რეალ ქირურგიული ჩარევაც, ოღონდ როგორც ვიცი, ყველასთვის ეფექტური არ არის ხოლმე ქირურგიული ჩარევა და ასევე რაღაცა ძილის ესეთი ტექნიკები, მაგალითად რაღაცა უცხო სხეულის, ხო, ანუ ზურგზე ძილი ბევრად უფრო ართულებს ამ მდგომარეობას და რაღაცნაირად ესე მოხერხება, რომ ზურგზე არ დაიზინოს ადამიანმა და გადატრიალდეს რაღაც. ძილის განმავლობაშიც რო უკან კი ბატონო, ან ლოგინში რაღაცას დებენ, რომ იქ დისკომფორტი იგრძნონ და გადატრიალდნენ ხოლმე. და რა თქმა უნდა, ალკოჰოლის გამოყენება, იმიტომ რომ ალკოჰოლი გუნთებს ადუნებს და თუ ნასვამები იძინებენ ეს ადამიანები ბევრად უფრო დიდი ალბათობით. ეს არის მიზეზი, რატომაც უფრო მეტი ხრინავს, როდესაც ნასვამი იძინებს. და რომ უფრო მეტად თუნდება გუნდებს აპნოე თუ გაქვს, ნუ განსაკუთრებით გამოუძინებელი იქნება მეორე დღეს. ხო. კი ბატონო. ეხლა ერთი-ორი სიტყვით რო გადავუკრათ ძილს და სექსუალურ ფიზიოლოგიას, პირველ რიგში მაინტერესებს კაცებში რა ფენომენი არის დილის ერექცია ეგრეთ წოდებული. ანუ რა იწვევს და რა ფუნქციის მატარებელი და ქალებშიც გვაქვს მისი მსგავსი ფენომენი, რაღაცა ლუბრიკაცია, ხო, ანუ დილით ანუ ეს ერექცია არ არის ხოლმე დილით ვამჩნევთ ადამიანები, იმიტომ რომ ვიღვიძებთ, თორე ანუ ღამის განმავლობაში ეს რემ ძილის
დროს ანუ რაღაცა ფიზიოლოგიურია მხოლოდ არანაირი აქ რაღაცა სექსუალური აგზნება როლს არ თამაშობს. ფიზიოლოგიური ფენომენია, რაღაცა ჰორმონალური ცვლილებები ხდება, რა ძილის დროს როგორც მახსოვს ნორეპინეფრინის გამოყოფა არის მთავარი ფაქტორი იმისთვის, რომ ეს ერექცია მოხდეს და საკმაოდ ანუ რაღაც მარკერი არის ეს იმისთვის, რომ დავასკვნათ ფიზიოლოგიურია თუ ფსიქოლოგიური სექსუალური დისფუნქცია, ერექციული დისფუნქცია. ანუ თუ ხდება ძილში ერექცია, დილით ერექცია, შესაბამისად ანუ ფიზიოლოგიური დარღვევა არ არის და თუ ადამიანს ჭივილი აქვს, მაგალითად, ერექციული დისფუნქციის მაგ შემთხვევაში ვასკვნით, რომ ფსიქოლოგიურია. კეთილი, აქვე ერთი კითხვაც ამ თემის ირგვლივ, თემატურად სექსუალური აქტივობა ძილის წინ ან ძილამდე რამდენიმე საათით ადრე რამდენად აუმჯობესებს ძილის ხარისხს ან პირიქით ძილის ხარისხი რამდენად აუმჯობესებს თუ ეგ ისეთი ძილის ხარისხი ბუნებრივი არის რა თქმა უნდა ზოგად ფუნქციონირებას აუმჯობესებს მათ შორის სექსუალურ ფუნქციონირებასაც ანუ ხო ეს მე რაღაცა ძილის ჰიგიენის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის რომ ანუ ლოგინი ადამიანმა უნდა გამოიყენოს ძილისთვის ან სექსისთვის, ხო, ესეთი რაღაცა წესი არსებობს იქ, თუმცა, ხო, ალბათ გააჩნია სექსუალურ აქტივობას, ხო, სექსუალურ აქტს, ანუ რამდენად ინტენსიურია, ხა რა ვიცი, თუ რაღაცა რელაქსი შესაძლებელი არის მალევე ჩაძინებ და დაძინების წინ შეიძლება ხელი შეუწყოს დაძინებას, მაგრამ ანუ რა ვიცი, გააჩნია თუ ხა რაღაც მათრახები გამოიყენე სექსუალურ აქტივობის დროს მე ეჭვება რომ რაღაც ძილს ხელი შეუწყოს, ხო, ანუ ხო გააჩნია, მაგრამ ხო, მოდუნებულ მდგომარეობაში თუ გადადის ადამიანი შესაძლოა ძილსაც ხელს უწყობს. რაც შეეხება ღამის ენურეს, რაც ბავშვებში უფრო ხშირია როგორც წესი, ხო? და ასევე შარდის შეუკავებლობას ძილის პერიოდში ეს რა ფენომენთან არის დაკავშირებული და რატომ იცის ხოლმე ამან დროისვლასთან ერთად გავლა. ხო, ანუ ეს ნეიროგანვითარების დარღვევად მიიჩნევა, რომელიც ანუ ვერ ეწევა ანუ ეს ცენტრი, რომელმაც უნდა გამოგაფხიზლოს იმ შემთხვევაში, თუ შარდის ბურთი გადაივსო, ბავშვებში ეს ხშირად ხდება ხოლმე, ცოტა გვიან ეწევა, ანუ თავის თვინი იმას, რომ რაღაც გადავსებულია შარდის ბურთი და ვერ აცნობია, ასე ვთქვათ, ამის დეტექცია არ ხდება და ეს ფენომენი ხდება. კი, მე ანუ ამის რაღაც სპეციფიკური მკურნალობა ისევ ქცევითი, ხო, რაღაც მედიკამენტებით, არ ვიცი ამის მკურნალობა რამდენად ეფექტურია, ხო, ეს ძირითადად ნევროლოგები მართავენ ხოლმე ამ მდგომარეობას, რაღაც ქცევითი მოდიფიკაციით, რომ არ დალიონ ჭარბი წყალი ძილამდე და ხო ანუ რაღაცა გამოღვიძებებით და ასე შემდეგ. ამის განმავლობაში რომ არ გადაივსოს შარდის ბურთი. კეთილი. შემთხვევაში ანუ რაღაცა დროის მერე დავისვით. კეთილი. მოდი გადავიდეთ და ჩვენ დასკვდითი ნაწილი დავუთმოთ გარეგან ნივთიერებებს და ჩარევებს. მე ვიტყვი სამ ალბათ ყველაზე ხშირად მოხმარებად გარეგან აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის საქართველოშიც და თქვათ რა გავლენა შეიძლება ქონდეს მათ ჩვენს ძილის რაოდენობაზე, ხარისხზე და იმ ძილის ფაზებზეც, რაზეც წეღან ვილაპარაკეთ თუნდაც REM ძილზე და non-REM ძილზე. ეს არის ალკოჰოლი, კოფეინი და მარიხუანა, კერძოდ THC, ტეტრაჰიდროკანაბინოლი ამ შემთხვევაში CBD-ზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, კანაბიდიოლზე. ხო, მოდი ალკოჰოლი დავიწყო. კი ბატონო. ალკოჰოლი ხელს უწყობს ჩაძინების პროცესს, მაგრამ პრობლემური არის იმ მხრივ, რომ ძილის შენარჩუნება ეგეთი ეფექტური არ არის ხოლმე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ხშირად იყენებენ ხოლმე რაღაცა მცირე რაოდენობით ალკოჰოლს, რომ ჩაძინება გავადვილდეს ადამიანს, თუმცა მეორე დღეს ხო გამოუძინებელია, იმიტომ რომ ალკოჰოლი ხელს უშლის ზუსტად მესამე და მეოთხე ღრმა ძილის სტადიებში გადასვლას და შესაბამისად ეგეთი
სრულფასოვანი ძილი არ აქვს ადამიანს ალკოჰოლის ფონზე. ანუ არ არის საძილე მედიკამენტი. არ არის საძილე მედიკამენტი. ხო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც იგივე რეცეპტორებს უკავშირდება და მაგიტომ არის რომ ჩაძინებას ხელს უწყობს და ხშირად არის ხოლმე რომ ფოთვას მკურნალობენ ხოლმე ალკოჰოლით ძილის წინ, იმიტომ რომ ფოთვა ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ხშირი ხელის შემშლელი ფაქტორი არის ხოლმე ჩაძინების კი ბატონო. კი ბატონო და ზოგი პრინციპში როგორც ამალს ისე მოიხმარს ერთი წითელი ღვინო ძილის წინ, ნუ ახლა ადრე იყო რომ გაღვიძებისას გულის ცუდი ტენდენცია არის ნამდვილად. ხო. და თითქოს ეს თამაშით და მოდი თან კინოს უყურო და ერთი ჭიქა და სინამდვილეში დასაძინებლად ხმარობენ და დასაწყნარებლად ამას და შემდეგ ალკოჰოლის მიღების გარეშე დაძინება უჭირთ. ხო ესეა თქვენი გამოცდილებითაც ალბათ ესე იქნება. ხო, ნუ ბუნებრივია ახლა რაღაცა ხელს რასაც უწყობს ჩაძინებას, მერე იმის მოხსნა ხელში რებაუნდი მოხდება, ხო და იმის გარეშე უფრო რთული იქნება ჩაძინება, ვიდრე მანამდე ხდებოდა ალკოჰოლის გარეშე. კი, და ალკოჰოლის სხვა ძილის გარდა სხვა კიდე ბევრი ზიანი აქვს ალკოჰოლს ჩვენ ორგანიზმზე და ამაზე უბრალოდ დღეს არ ვსაუბრობთ, კი იცით რა ზიანი შეიძლება მოიტანოს გულსის ძარღვთა სისტემისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება კოფეინის მოქმედების მექანიზმი რა არის? ანუ რატომ ფხიზლდებიან ადამიანები კოფეინის მიღებას? ხო, ეს დავიწყეთ ნივთიერება ადენოზინით, კი ბატონო, ადენოზინს ხო არ არის რატომღაც ესეთი ცნობილი ნივთიერება ეს ადენოზინი არა და რეალურად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ყველაზე გამოყენებადი ხშირად გამოყენებული ფსიქოაქტიური ნივთიერება უკავშირდება მაგ რეცეპტორებს, ანუ ბლოკავს ადენოზინის მოქმედებას და შესაბამისად ადენოზინი რო იწვევს ძილიანობას, კოფეინი, ანუ ასე ვთქვათ, twins ატყუებს, რომ ამ შემთხვევაში არ გეძინება მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებული არის ეს რაღაცა. ხო, ანუ ბლოკავს რეცეპტორს, სადაც უნდა დაждდეს ადენოზინი. კი ბატონო, და სიფხიზლეს იწვევს. ხო, თუმცა ნუ ინდივიდუალური არიან ადამიანები, ვინც რაღაცა პარადოქსული ხო, კოფეინი პირიქით აწინება. პირიქით არა, მაგრამ საერთოდ ნიშნის არა. ხო, არის ან კი ბატონო, ეგეთი ადამიანები, არიან ადამიანები, რომელთაც პირიქით ცოტა ძილსაც ქვია. მაგრამ ნუ აქ კიდე მნიშვნელობა აქვს, როდის ვიღებთ ხო კოფეინს, ანუ მაგალითად საღამო საათებში კოფეინის მიღება არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ეს ნახევარდაშლის პერიოდი, ანუ ორგანიზმიდან არც თუ ისე მალე გამოიდევნება კოფეინი და შეიძლება გადავიდეს იმ დროზე, როდესაც ჩვენ ჩაძინებას ვიწყებთ. ამიტომ მიზანშეწონილი არის, რომ დილის საათებში მაქსიმუმ შუა დღისას მივიღოთ კოფეინი. წახალისებულიც კი არის რაღაც კონკრეტულ ლიტერატურაში ამომიკითხავს, რომ როდესაც ეს დილის და შუა დღის საათებში ვიღებთ კოფეინს და ეს ადენოზინის რეცეპტორები დაბლოკილია და შესაბამისად ადენოზინი ვერ აჯდება ამ რეცეპტორებს, შესაბამისად არ გვაქვს ძილიანობის განცდა. შემდეგ მე ერთბაშად რო ეხსნება ეს კოფეინი ამ რეცეპტორს და აჯდება ადენოზინი, მე უფრო ჭარბი ძილიანობის განცდა გვაქვს და უფრო ადვილად გვეძინება. ხო, და ისიც ანუ ძალიან არაეფექტურად მიიჩნევა, ანუ ჭიქაზე, ანუ ერთ ჭიქაზე, ანუ პირველად მიღებული ყავის შემდეგ, ანუ რამოდენიმე საათში გამეორება, ანუ ძირითადად ითვლება, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული სიფხიზლე არის, რაღაც პლაცებოსავით არის, ანუ კი, ანუ და ხო, ნუ რა ბუნებრივია, რომ ძილის წინ ყავა მიუღებელია, იმიტომ რომ სტიმულატორია ჩვეულებრივი, რომელიც ხო, ანუ ძილიანობას ხელს უშლის, ხო. იმ მექანიზმით როგორ რაც ვახსენე. მაგრამ ანუ ყველაზე ეფექტური მაინც პირველად მიღებული ყავა არის და მე უფრო და უფრო სუსტდება ეს ეფექტი, ანუ ეს რაღაცა ანაზღაურება არიან ადამიანები, უკვე დამოკიდებულები არიან ეს ადამიანები, ხო, რაღაცა კი ბატონო, კოლოსალურ რაოდენობას ვამე ხოლმე. ხო, ესეთიც არაერთი მახსენდება ჩემ გარშემო. რა შეიძლება ვთქვათ მარიხუანაზე, რომელიც ნუ ვინაიდან არ არის ლეგალური და ბევრ ქვეყანაში ეს რაღაცნაირი სინთეტური მარიხუანა მიქსის ფაისებს, რასაც ეძახიან ბიოს ჩვენთან, რასაც ეძახიან, ანუ ძალიან მრავალგვარი ნაირსახეობის მარიხუანა გვხდება, მაგრამ ერთი ძირითადი ნივთიერება, რაც არის წამყვანი თრობის მისაღწევაც, რასაც ადამიანები აღწევენ, როდესაც მოიხმარენ მარიხუანას, არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ხო? ანუ THC ეგრეთ წოდებული. რა გავლენა შეიძლება კონდეს მას ძილზე, იმიტომ რომ ვიცი, რომ ვინც ქრონიკულად მოიხმარს, მასაც ისინიც აღნიშნავენ ხოლმე ძილის პრობლემებს, მაგრამ ზოგი პირიქით ვერ იძინებს ასევე ისე თუ არ მიიღო. ხო, ეგ ორივე, ანუ ერთმანეთს არ გამორიცხავს, ხო? ანუ ადამიანი თუ ტოლერანტული გახდება და მიეჩვევა რაღაცას საძილეთ, ანუ ალკოჰოლის არ იყოს. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ნებისმიერ ფსიქოაქტიური ნივთიერება იწვევს ტოლერანტობას, ხო? ანუ თუ
შეუძლებელი ხდება მე მარიხუანას garaშე დაძინება კანაბისის garaშე ხო და კანაბისის მიღებაც ესეთ ძალიან ინდივიდუალურია ხო ესეთ რაღაცა ერთი ეფექტი არა აქვს კანაბის ესე ვერ იტყვი რა სიწვევს არა მარტო ძილიანობის მხრივ ისედაც ეფექტები ძალიან განსხვავდება არიან ადამიანებისაც მეტად ამშვიდებს ეს ნივთიერება და არიან ადამიანები პანიკურ შეტევებამდე ძლიერ შფოთვას იწვევს ხო ამიტომ ხო ძილზეც ძალიან განსხვავებული მოქმედება აქვს ნამდვილად არ გამოვრიცხავ იმას რომ გარკვეულ ადამიანებს კი ამშვიდებს და აძინებს ალკოჰოლისგან განსხვავებით არ იწვევს ეგრე რაღაცა ღრმა ძილის ფაზების დარღვევას გამოძინებული ადამიანი უფრო გრძნობს თავს კანაბისის ფონზე ნამდვილად ვიდრე ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ძილის ფონზე მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ტოლერანტობა არის პრობლემა ხო და ხანგრძლივი ეფექტი რამდენი ხანი უნდა დაიძინო კანაბისით ხო ყველა ვარიანტში მიაღწევ ტოლერანტობას რეალურად ეს საძილე მედიკამენტებზე შეიძლება გავავრცელოთ ისეთ მედიკამენტებზე რომელიც მიშვებას იწვევს ხოლმე და ტოლერანტობა ძალიან დიდი პრობლემაა მაგალითად ბენზოდიაზეპინებზე და ზიდრაგებზე რომელიც ძილისთვის გამოიყენება რაც ხო დოზის გაზრდა გჭირდება მე რომ მიაღწიო იგივე შედეგს შესაბამისად კი არიან ადამიანები ინარჩუნებენ ნამდვილად კანაბისის დროს რომ რაღაცა მცირე რაოდენობას გამოიყენებენ და მხოლოდ საძილეთ ამბობენ თუმცა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეს რომ დოზა ნელ-ნელა ემატება ხო რაღაც თავის ანსხვების მოტყუების რეჟიმი ხო არტივად. კეთილი, რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, ძილთან მიმართებაში რა არის ფიზიკური აქტივობის ოპტიმალური დრო და ინტენსივობა დღის განმავლობაში? ხო, რთულია ესე თქმა რა არის ოპტიმალური, უფრო ალბათ დროზე არის რამდენად ინტენსივობა ოპტიმალური ამის თქმა რთულია, როდის ხდება ფიზიკური აქტივობა, ალბათ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ძილთან ახლოს ფიზიკური აქტივობა ხშირ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ შევა ფიზიკური დაღლა იგრძნოს ადამიანმა, მაინც ტვინი სტიმულაციის მდგომარეობაში არის, ხო, და ვერ იძინებ. დილით ვარჯიში ბევრად უფრო ეფექტურია იმისთვის, რომ ზოგადად მე ღამის ძილიც უფრო სრულფასოვანი გქონდეს და ეს ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ფიზიკური აქტივობა. ასევე გონებრივი აქტივობაც, ხო, იმისთვის, რომ დაგეძინოს, ისე რომ დაუბრუნდეთ ამ დაშლის ადენოზინს, რომ დაგროვდეს უნდა ეს რაღაცა ენერგია უნდა დახარჯოს, ხო, ტვინმა. თუ რა ვიცი, მთელი დღის განმავლობაში წევხარ და სკროლავ და ბოლოს არ ვიცი, სამი სინაფსი გაქვს შემორჩენილი, რომელიც მუშაობს, არც ის ადენოზინი გროვდება და აღარ დაგაძინებს არაფერი, ხო, რეალურად. კეთილი. იბატონო, თუ არის რაიმე ესეთი დანამატი, ან კონკრეტული ნივთიერება, რაც გახსენდება, რომლის გამოყენებაც ქრონიკულად რეგულარულ რეჟიმში უსაფრთხოა და თან გამოიყენება ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ან ჩაძინების გასაუმჯობესებლად, ძილის შენარჩუნების გასაუმჯობესებლად, ასე. მაგალითად, მაგნიუმის ტრეონატი. გულისხმობ, საკვებ დანამატებს ალბათ და არა რაღაცა სამკურნალო საშუალებას. არა, საკვებ დანამატებს. ხო, ესე რჩევის დონეზე, რა თქმა უნდა, ვიყენებ ხოლმე, თუმცა არ არის ხო ეგეთი მყარი მტკიცებულებები თუნდაც მაგნიუმზე, მაგრამ არც მათ შორის მაგნიუმის ტრეონატის ფორმაზე და მაგნიუმის ტრეონატი არის, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას უფრო კარგად ლახავს. კი ბატონო, ხო და მაგნიტომ შეიძლება უფრო მეტად ეფექტური იყოს, ხო, იმისთვის ჩაძინებისთვის. თუმცა ხო, მაინც ეგეთი მტკიცებულებები არ არის, საკვები დანამატია და მაგდენი კვლევა არ არის და შესაბამისად ხო, ესეთ რაღაცა თქმა რომელიმე ნივთიერებაზე, მელატონინიც იგივეა, ხო, რეალურად მე და მელატონინზე ყველაზე მეტი მტკიცებულებაა საკვებ დანამატებადაც გამოიყენება მელატონინი. კი ბატონო. 5H ტიპი მაგალითად ესეთი ნივთიერებაც გამოიყენება იმისთვის, ამაზე ძალიან ხო რამდენად მყარია მტკიცებულებები არ ვიცი, მაგრამ დადებითი გამოცდილება მაქვს სხვათა შორის. არა, მელატონინს არ გულისხმობ, მაგრამ მელატონინს ნამდვილად აქვს გამოცდილება, მაგრამ 5H ტიპი მაგნეზიუმი, კიდე თუ მოვიაზრებ რომ ესე არა სამკურნალო, მაგრამ ვალერიანის მაგალითად ეგეც რა თქმა უნდა ძილიანო აშუღანას იყენებენ ძილიანობის საძილეთ, ხო, დამამშვიდებელი ეფექტისთვის იყენებენ. ხო.
რაც შეიძლება ხელუწყობდეს ჩაძინება. კი, ანუ ესე რომ ხო, ანუ რაღაცა აზრი დავაფიქსირო, რამდენად ეფექტური არის, გამიჭირდება რა. ანუ უფრო რაღაცა სამკურნალო საშუალებებზე შემიძლია რომ მე ნაკლები ეფექტურობით რა ხასიათდება და მაინც ვერ იდები ხოლმე სამკურნალო პრეპარატების. კი ბატონო, კი ბატონო. საეთეროც დასახელებას, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გვისმენს. ხო, უბრალოდ ამ ჯუფებს ვახსენებ და რაღაცა სპეციფიურ პრეპარატს. კეთილი, ანუ იმის თქმა უნდა შეგნებულად არ ვეხებით ამ ეს უკვე ექიმის კაბინეტში გადასაწყვეტი საკითხებია. დავით, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიე. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და გავკადნიერდები და ვიტყვი რომ მაყურებლის სახელითაც ვიტყვი რომ ალბათ მათთვისაც საინტერესო იქნებოდა. თუ რაიმე არ გაქვს დასამატებელი, შეგვიძლია? ხო, რავი, კითხვა თუ არ გაქვს არაფერი, მე მგონი არაფერი მახსენდება. კეთილი, შეგვიძლია ამით დავასრულოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოსვლისთვის. მადლობა. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ ჯანსაღ დიალოგს, რომელიც გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. გთხოვთ, რომ გამოგვიწეროთ, გააზიაროთ ეს ვიდეო, დაგვიტოვოთ კომენტარები, თუ რამე გამოგრჩა რამეს ვერ შევეხეთ, კომენტარებში აუცილებლად გაგცემთ პასუხს ჩვენი კომპეტენციის შესაბამისად. მომავალ შეხვედრამდე, დროებით.